სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროება პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთად შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის სამდგენი არის აჭარაბეთი. დღეს ძალიან საინტერესო პოდკასტი იქნება, ეჭვი მაქვს ბატონი საშა გაგახლავთ აქ კაცმანი. პირველ რიგში მადლობა ბატონო საშა რომ მოხვედით. ბოდიშს გიხდით, სიცხეა ცოტა სტუდიაში. შემჩნევდით რომ პატარა ტემპერატურის პრობლემები არის, იმიტომ რომ კონდიციონერის პრობლემა არის. ისე არ ცხელა, ხო, უტანეო. ცივი გვაქვს, კიდე 1-2 ცალიც იქ მაქვს. გავამზადე. როგორ ახართ? მადლობა რომ მოხვედით მართლა. დიდი პატივია. თქვენი აქ ესე მასპინძლობა. მადლობა დაპატიჟებისთვის კიდევ. როგორ გეკადრებათ? მოთხოვნაც დიდი იყო, რაღა დაგიმალოთ, თუმცა ჩემი თავარი რაღაცა ათვლის წერტილი იყო, მე ვნახე თქვენი პოდკასტი ბატონ ანდროსთან, რა. მანამდეც მქონდა ნანახი რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა მაინც ისეთი ჩემთვის ვიწრო პროფილური იყო, რა, ბიზნესის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ აი მახსოვს რომ ნახე ეს პოდკასტი, ვთვლი რომ ეს არის რაღაცა ბიბლია პოდკასტების, რომელიც აი must სანახავი არის რა. თუ საქართველოში არიცი რა არის პოდკასტები და ცდილობ რამე შეაბიჯო ამ სამყაროში, ეს არის ერთ-ერთი პოდკასტი, რომელიც ვისაც არ გინახავთ, აღწერაში ლინკი იქნება. აი აუცილებლად სანახავი პოდკასტი. არ დავასპოილერებ რატო, რის გამო გეტყვით რომ ფუნდამენტალურ საკითხებზე ძალიან ღრმა, ძალიან ლაითად გასაგებ ენაზე არის საუბარი დაახლოებით 3 საათი თუ სწორად მახსოვს და 2 და რაღაც. ეს იყო აი არ ვიცი, ესთეტიური ორგაზმი ჩემთვის, აი ვიჯექი, ფიქრობდი რომ ღმერთო ეს რატო არ ხდება ჩემთან, მე ბოღმით ავიხსე, მაგრამ რა შეგეხო ამ პოდკასტში? ბევრი რაღაც იყო რა, мотиваციის თემები იყო. იდენტობის თემები იყო, რომელიც ძალიან საინტერესოდ ბატონ ანდროს დიდი პატივისცემით მოკითხვა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ, რამდენად საინტერესო იქნება აქეთ ხარეს ვერ შეგფირდებით, მაგრამ მინიმუმ მოგისმენთ რა, გავჩუმდები და მოგისმენთ. ძალიან მომეწონა ფორმულა რა, რაც იყო, რაღაც 100 სიტყვა, რომელიც იქ დაიდო. იცი რა მაინტერესებს, ეს 100 სიტყვა, გასაგებია რაღაცა თქვენი არჩეული იყო ალბათ, შეიძლება ვიღაცა გუნდიც მუშაოს. დარწმუნებული ვარ, კარგი სიტყვებიც იყო. და დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ამოეღო ბატონ ანდროს, იგივე შედეგი იქნებოდა რა, საინტერესო გაშლა. რა პრინციპით შეადგინეთ ეგ სიტყვები? რა როგორ შედგა 100 საინტერესო სიტყვა რას ნიშნავს? პირველ რიგში მივესალმები შენ მაყურებელს, მენელს თუ ვინც ეხა დროს თავის ძვირფას დროს გვითმობს. იქ დასაფასებელია და მადლობა შენ, ასევე რომ საქმეს ემსახურები. და ჯერ პირველ რიგში ვიტყვი რომ მე მგონია რომ ეს ერა არის არაფორმალური განათლების ერა. ანუ ეს ფორმალური განათლება რეალურად დაფეილდა. და ბევრი რაღაცა რაც ძველ ფორმატში არსებობდა, აღარ იარსებებს მომავალში, იმიტომ რომ განათლება არ არის პრაქტიკული, არ იძლევა ცოდნას, რომელიც ხვალვე შენ ცხოვრებაში შეგიძლია გამოიყენო. 80% საგნების ასე სკოლაში ვსწავლობთ, არავის აღარ დაჭირდება ცხოვრებაში. და ზოგადი განათლებისთვის იყო ეგ თემა. ცოტა შორიდან ვიწყებ, რატო არის პოდკასტების ერა ეხლა ეგეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ რეალურად ჩვენ ცხოვრება ძალიან აჩქარდა და მალე იცვლება რა, ტექნოლოგიები, სამყაროს დაპატარავება, ინტერნეტით, სოციალებით, ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ რეალურად განათლება როგორც არის დადიზაინებული დღეს, გინდა სკოლა, გინდა უნივერსიტეტი, ხარისხები როგორც არის დღეს, მაგას ChatGPT საერთოდ გადაუვლის თავიდან ბოლომდე ჩემი აზრით ეგ დაწყებული პროცესია და შეუქცევადი. და ისო ადამიანს არაფორმალურად შეუძლია დაждდეს და გარემო შექმნას და საინტერესო ადამიანები მოიყვანოს და გააზიარებინოს. ეგ გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თუნდაც, რავი, სატელევიზიო გადაცემები, რომელიც არსებობდა, მე ქანა უკარგავ სატელევიზიო წამყვანებს, ამ პროდიუსერებს თავის საქმეს. მაგრამ რეალურად ნელ-ნელა ყველაფერი მიდის არაფორმალურისკენ, მუსიკაც ეგრე წავიდა. ლეიბლებმაც დაკარგეს რეალურად თავისი ძალა, იმიტომ რომ იმდენი დამოუკიდებელი ლეიბლი შეიქმნა დროთა განმავლობაში, ანუ ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში მოხდა ეგ. იგივე ხდება ეხა ამ ინდუსტრიაში. ეს შორიდან კონტექსტი რატო საერთოდ დავიწყე პოდკასტის კეთება. მეორე არის ის, რომ 100 სიტყვა რომელიც შევარჩიეთ იყო მანდარი ის 100 სიტყვა, მოკლედ
რომელზეც რო შევთანხმდეთ, ან როგორც მინიმუმ ერთმანეთს რომ მოусმინოთ. შეთანხმება არ არის თვითამოცანა ჩემი პოდკასტის დროს, მე შეიძლება სტუმართან განსხვავებულ აზრზე დავრჩე. მას ეგონოსო თავისუფლება ეს არის და მე მეგონას ეს არის. ანუ ამის სივრცეს ვაძლევ სტუმარს რომ ვერ შევთანხმდეთ. ხო. თუმცა ამავე დროს პატივცემ მის აზრს და ხედავს რომ მეგანა მის აზრს რამეს უშვები. არამედ ვაძლევ შესაძლებლობას რომ თავისი აზრი თავიდან ბოლომდე ჩამოაყალიბოს. მე ჩემი აზრს ვაფიქსირებ აი თუ სიყვარული თავისუფლება, ზრუნვა ჩემთვის რა არის, სიყვარული ჩემთვის რა არის, ანუ აი ესეთი. და შენ კითხვასო დაუბრუნდეთ ის 100 სიტყვა არის ძირითადად ზოგად საკაცობრიო ფასეულობები, ანუ ფასეულობა რას ნიშნავს? დასაჭიროებები. რომ ის უნივერსალურია ყველასთვის. შინაარსით შეიძლება შენთვის თავისუფლება სხვა რამეს ნიშნავდეს, ჩემთვის სხვა რამეს, მაგრამ ორივესთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება. ანუ ლოგიკა, რომელიც ამას სიტყვაში დევს, რომ არ შეიძლება რომ იმ სიტყვიდან არ შეგეხოს. ანუ მაინც გეხება. მაგრამ განმარტებაში რომ შევდივართ, შეიძლება სხვა კუთხით გეხება, მე სხვა კუთხით მეხება, იმიტომ რომ ინდივიდები ვარ და ჩვენი ცნობიერების ლინზა ინდივიდუალურია, ანუ შენ ცხოვრებას უყურებ შენი პრიზმიდან, იმ გზიდან გამომდინარე, რაც შენი არის და მე უყურებ იმ გზიდან, რაც მე ვიარე და შეიძლება ჩვენი გზები რადიკალურად განსხვავებული იყოს. და მე პირიქით მეჯერა რომ ეს ამდიდრებს სამყაროს, ან გიანგან ავიწროებს, ანუ პირიქით მდიდარია რა, შენ ცხოვრება ქონდა, მე ჩემი გზა მქონდა და მამე შეგვიძლია აი ამ სიტყვაზე, ორივესთვის მნიშვნელოვან სიტყვაზე, ჩვენი გადმოსახედიდან ვისაუბროთ. ამიტომ ყველა სიტყვასო იღებს ადამიანი, არ შეიძლება რომ არ ეხებოდეს. პრინციპი ამასი სიტყვის ეგ არის, რომ რაღაცნაირად გეხება. და როგორ გეხება, არის უკვე ჩემი ამოცანა, რომ მე გაგიხსნა სივრცე, რომ შენ როგორ გეხება, ეგ მოგაყოლინო. და შენ წარმოიდგინე, რომ ორი ადამიანი ხო ლაპარაკობს ამაზე და ათასობით უსმენს, თქვათ, ანუ ყურებს. ისინი სხვა ავტომატურად მაგ კითხვას სვავენ. ანუ გინდა არ გინდა ისიც ფიქრობს, ვა, ჩემთვის თავისუფლება რა არის თუ რაღაცა, ან სიყვარული რა არის, ან ზრუნვა, ან მეგობრობა, ნუ რაც არის მან სიტყვები და მოკლედ იკვრება ველი, სადაც რაღაცნაირი, ნუ მოდი ისე თქვა, შეთანხმება თუ არა ერთმანეთის პატივისცემა არის და შეიძლება ჩემი მხარეა იყოს, მსმენელმა მას უფრო შეეხმიანოს ჩემი პოზიცია, შეიძლება სტუმრის, ეგეც ოკეი არის, ანუ არა მაქვს არანაირი აჯენდა რომ ჩემ დეფინიციაზე მაინდამაინც წამოვიყოლიო მაყურებელი, ეგ აჯენდა არა მაქვს, მაგრამ ნუ ამავე დროს ჩემი პოზიცია მაქვს და ხო იცი, კაი წიგს, კაი მკითხველი უნდა მე საკონსულტაციო სფეროში ვიყავი, სულ ყოველთვის ლაპარაკობდი, რომ კაი კონსულტანტს კაი გამგები ჭირდება. ამიტომ ანდრო იქნება თუ მამაგურამი თუ ბევრი სხვა სტუმარი რომ ეს მე მყავდა, ჩემი ამოცანა როგორც პოდკასტერის არის მივცე უნიკალური მოსმენის სივრცე. და ამ მოსმენის სივრცეში იფურჩქნება სტუმარი. აი შეიძლება ეგრე შეხედო, იმიტომ რომ ცეცხლი რო დაამთო, ჭირდება ჟანგბადი. ჟანგბადის გარეშე ცეცხლი არ ინთება. ხო და ჩათვალე რომ ცეცხლი არის ჩემთვის სტუმარი, მეტაფორას გამოვიყენებ და ჟანგბადი ვარ მე. ანუ მე ვბერავ ამ ჟანგბადს ამაში და ის ცეცხლი მე ღვივდება რა, ანუ სტუმარი რეალურად თავის ცეცხლით მოდის და ჩემი ამოცანა როგორც პოდკასტერით არის ჩაუღრმავდე და დავინახო ამ ადამიანში სტუმარში რა არის საინტერესო მის სამყაროში რომ გამოვანათო ეგ, ანუ ჩემი ამოცანა არის რომ სხვამაც დაინახოს, მეც დავინახო და ჩემს მეშვეობით მაყურებელმა დაინახოს. აი ეს ფორმულა ეხლა რაც თქვით რა, როგორც პოდკასტერის პრიზმიდან. მე ვერ დავიკვეხნი ყველა ეპიზოდი ნამდვილად არ მაქვს ნანახი, მაგრამ რაღაცა ძალიან ბევრი ეპიზოდი მაქვს ნანახი და შედარების საშუალება მაქვს რა. გასაგებია რომ მეც რო ეხა ამ გადმოსახედიდან როგორც რაღაცა მასპინძელის პრიზმიდან შევხედო, განწყობა დაახლოებით იგივეა, თუმცა შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ სიტყვიერად რა ზეამოცანა გვაქვს აქ სტუმარი რომ მოდის. მაგრამ დაახლოებით განწყობის დონეზე მეც იგივე მაქვს რა, ერთია რა გაქვს და რა გამოდის, ვინ როგორ გამოყვება, ვინსად გამოყვება და ასე შემდეგ. ბატონ ანდროსთან ეს მგონია რაღაცა იდეალური ტანდემი იყო, რაღაცა სინერგია იყო, ის შეგრძნების დონეზე იგრძნობოდა ეს ყველაფერი. სხვებთან ეს ელაგდება? აი უკვე რამდენი ეპიზოდის მე ვიტყვი, ყველა ადამიანი არის როგორც წიგნი. აი წიგნები რო შეადარო ერთმანეთს, ან მუსიკალური ნაწარმოები, ყველა წიგნია, შეიძლება ასე შეხედო, მაგრამ მე არ უყურებ ეგრე, მე ყველა ადამიანს
აი ადამიანი არის ჩემთვის როგორც სამყარო, რომელსაც უნდა უპოვო გასაღები. ეგ ჩემი პასუხისგებლობაა. მე დავპატიჟე ჩემ სტუდიაში, ამიტომ ვეძებ გასაღებს. სხვა ადამიანი სხვადასხვანაირად იხსნება. ზოგი ძალიან ადვილად იხსნება, არ აქვს პრობლემა. ზოგს უჭირს გახსნა, ზოგს თავის ტალღის დაჭერა ჭირდება. ამიტომ რაღაც კუთხით მაგ პასუხისგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზე, რომ უპოვო ეგ გასაღები. ამიტომ მომზადება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე რაც კი შემიძლია მოვიძიო ამ ადამიანის ინტერვიუ, თუ წიგნი აქვს დაწერილი, წიგნს ვკითხულობ, ან ინტერვიუს ვუსმენ, ChatGPT-ს ვეკითხები, Google-ს ვეკითხებ, სხვა მანქანებია, ამიტომ სხვა ენა აქვს, ხო? ამიტომ მეც ვემზადები, მარტო მხოლოდ არა იმიტომ, რომ კითხვები დავსვა, მაგისთვის არ ვიყენებ ამ მასალას, რომ ვაიბი ვიგრძნო ადამიანის. ანუ რა ტიპია, ანუ რაზე იხსნება, რაზე არ იხსნება, ანუ სხვების კითხვებსაც ხო ვაკვირდები. და ეგ არის ჩემი რიტუალი თავისებური. ეგეც რაღაცნაირი პატივისცემა, ადამიანი თუ დავპატიჟე, ხომ ვიცოდე ვინ არის, ანუ რა უკეთები ამ ცხოვრებაში, რა გაუზიარები ამ ცხოვრებაში. და მე უკვე აი ეს 2 საათი არის ჩემთვის ეს მარათონი ვიცირბილი, რომ ამ 2 საათში მაქსიმალური გავაზიარებინო, რომ სუყე იყოს მაყურებლის, ისე მაყურებელზე ვფიქრობ, ხო, ამ კუთხით, რომ მაყურებლისთვისო იყოს საინტერესო და ჩემთვის, იმიტომ ჩემთვის თუ არ იქნება საინტერესო, მე ამ ინტერესს ვერ გადავცემ. მაყურებელს ვერ გადაზდება ამას, შენ გჭირდება, რომ შენ ინტერესი გქონდეს და თავიდან ბიზნეს ადამიანებთან რო დავიწყე ურთიერთობა მე ბიზნეს ისტორიები ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ბიზნესი არის, რასაც ვაკეთებ თელი ჩემი ცხოვრება, სულ ბიზნესმენებთან ერთად ვარ და სულ ბიზნესს ვაკეთებ სხვა როლში. და მე ძალიან მინდოდა რამოდენიმე სტიგმას დავჯახებოდი, ანუ ესეთი, ანუ მაგალითად სტიგმას, რომ ფულიანი ხალხი, ფული ჭუჭყია, ფულიანი ხალხი რაღაც მაიმუნობით აქვს ფული ნაშოვნი, ვიღაცამ დაუტოვა ტენდერი ჩააწყეს. საბჭოთა სივრცის 90-იანების გამოძახილია. საასახად, მაგრამ იცი რა არის, მე მჯერა რომ ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეწარმე. ან ჩვენ თავისუფალ ქვეყანას მეწარმეების გარეშე ვერ მივიღებთ, ან დოვლაც უნდა ქმნიდეს ვიღაცა. და ძალიან ცოტა არის ეგეთი პლატფორმა, სადაც ბიზნეს ტიპებს შეუძლია მოვიდნენ და თავისი ისტორია ხარისხიანად მოყვნენ. მაგარი ისტორიები აქვს, რეალურად რომ მოусმინო, ყველა ისტორია უნიკალური, თავისთავად აქვს ხა საერთო მომენტები, მაგრამ აი ეს მომენტი რომ მოდი ბიზნეს ადამიანს მივცემ უნიკალურ სივრცეს, არა დავარცხნილს, არა ისეც, არა ესეთ ხო იცი აბა გითხარით როგორ მიაღწიეთ წარმატება აი ეგ არა თქვენ წარმატების კოდი გითხარით აი ეგ არა ფორმულა აი ეს შაბლონური არა მე წინ მიზის ადამიანი რომელმაც გაწია რისკი აი როგორ უყურებ იცი გაწია რისკი და დაიწყო შეიძლება ინოვაციური იდეა დაიწყო ან ჩოლებრივი იდეა დაიწყო როგორც ახლა ვთქვათ გეგუშა ფიჩხაი ამბობდა რომ რავი შევედიო სეგმენტშიო გაჯერებულშიო ლონდონზე ყვებოდა ანტრეზე რაღაცებს ანუ კაფე გახსნა ლონდონში არაფერი არა მილიონორასი კაფეა რა საქართველოსთან ჩამოხვედი ანტრე ქვია და ახლა გადიხარ ესეთ ბაზარზე ხო და აი ამ ადამიანების ხო აი სტიგმას დაუბრუნდა პირველი სტიგმა არის რომ უნდა გქონდეს ძალიან მაგარი ბიზნეს იდეა რაც არ არის სიმართლე სულ ერთია რაც დაიწყებ ერთ აღარ მასოს ვისი ფრაზა მაგრამ მოდიო მოკიდე იმ სექტორსო რომელშიც არის ფულიო და უბრალოდ უკეთესი გააკეთე ვიდრე დღეს არისო აი თელი ფორმულა არის ეგ აირჩიე სექტორი სადაც ბუნებრივად არის ფული ან შეიძლება გაჭრა ეგეთი სექტორი მაგრამ ეგ რთულია ყოველთვის 100-დან ერთი შანსია რომ ეგეთი რამე გააკეთო ან 1000-დან და შეხვიდე სექტორში, შეხედე როგორი მოთამაშეები არიან, დააკვირდე მოხმარებელს რა აკლია ამ სექტორში, წახვიდე და გააკეთო, რა პრობლემა არის? ამ საერთო პრობლემა ბიზნესის დაწყება არ არის პრობლემა. ეგ არის უფრო თვით გამართლების ისტორიები ჩვენ თავს რო უყვები. აუ იმას ბიზამ დაუტო, აუ ამას ვიაზებ, ეს ტენდერებს იგებ და 1000 ისტორიას უყვები. ჩვენ თავს რატო არ ვიწყებთ რაღაცას? ამ თავის მართლება არის საბოლოო ჯამში მეწივად. ამიტომ აი ამ სტიგმებთან დაპირისპირება მინდოდა ჩემი მისია არის რომ ამ ქვეყანას ყავდეს მეტი მეწარმე, სამეწარმეო აზროვნებაზე ვაკეთებ ამ პოდკასტს, რომ ადამიანებმა რეალურად აი ამ როგორ თქვა, საქართველოში
წარმატებული ბიზნეს ტიპებისგან ისწავლო როგორ უნდა შექმნან ეგ წარმატება რა. ეგ არის საბოლოო ჯამში ასაც ვაკეთებდა. რამდენიც არ უნდა უსმინო ამ ბობოლა უცხოერ ენტერპრენიორებს. იმათ საქართველოში ფული არ უშოვიათ რა. ანუ საქართველოში ფული შოვნა კიდე სხვა რამეა, სხვა ფენომენია. და აი ეს პატარ-პატარა ნიუანსები, აი ხა თქვა, ჭონიერი მოგიყვება რომ მე წავედი და ტრაილერები შაქარი ჩამოვიტანებით, რომ კოკა-კოლა ჩამოსასხმელი შაქარი არ იყიდება ქვეყანაში და ტრაილერ ქეშით მიმაქ ფული და გზაში მაჩერებენ. აი სად მოისმე რომელიც Steve Jobs-ი თუ Elon Musk-ი მოგიყვება ეგეთი. ეგ არის. ეგ სტიგმები, ბუდ მაშინ ეს მე როგორ აღვქავ რა ეხა ამ მოდელს. მგონია რომ დასავლეთში მდიდარი ადამიანი არ განასახიერებს აი მაგ ამბავს რა, ანუ რომ 90-იანების ხარჯზე, რაღაცა სისხლის ხარჯზე, რაღაცების ხარჯზე ფული იშვა. შესაბამისად, მგონია მეშლება იქ მდიდარ ადამიანს სხვანაირად აღიქვამენ რა. ეხა რიგითი ობივატელი ბჭყალებში როგორც აღიქვავს ეგეთ პოდკასტს. არ ყოფილა რომ ეგ სტიგმა რაც არის, ძალიან ბუნებრივი სტიგმა არის, იმიტომ რომ პროცენტულად რო დავყოთ თუ ეხა ჩვენ ვეხებით გარომანტიზირებულ ისტორიებს რაღაცა ჭონიას ისტორიას, რაღაცა ეგეთი ბიზნესების, კი ბატონო, თუმცა იქ არის კიდე ბევრი ბიზნესები, რაღაცა კარფანჯრების ბიზნესი, რაღაცა ბიზნესი, რომელიც დღეს ხო, გადაიქცა უზარმაზარ მექანიზმებად, მაგრამ სტარტი, აი რო გადავახვიოთ, ხო? და ესე კულვარებში რო შევიხედოთ რა ხდებოდა. ძალიან ბევრჯერ, აი მეც რაღაცა, აი მამაჩემის თაობის და ისტორიების და ესეთი რა, ნამდვილი ისტორიების, ჭორების არა. ვიცი რომ რაღაცა 70% მართლა არის ეგეთი სტარტი. ანუ ბნელი 90-იანები ვინვის წაგლიჯავს ასე შემდეგ. ანუ რამდენად რელევანტურია ეგეთი ისტორიის მერე გარომანტიზირება. ხვდები აი რაღაცა ეტაპზე უკვე პირველ $1000 როგორი შოვი. ჩემთვის ეგ უფრო მნიშვნელოვანი არის და ეს თუ სისხლიანი $1000 არის, მერე შემდეგი მილიონი როგორი შოვე უკვე სწორი მარკეტინგით, სწორი რაღაცა იქ ფეისების დაკავებით, ეგ ჩემთვის უფრო ნაკლებად რომანტიზირებული ამბავია. მაინც მგონია რომ ეგ სტიგმა ხომ აქედან მოდის, იმიტომ რომ ყველა ვიცით პოსტსაბჭოთა სივრცეში რა ხდებოდა, ფული როგორი შოვებოდა მეტნაკლებად, გასაგებია რომ ვიღაცა ამით თავს იწყნარებსო თვითონ რაღაცა ვერ შედგა და აბრალებს ამას. აი ხა რასაც ყვები რა თავისი წარუმატებლობის ისტორიას აბრალებს რომ აი მე არ ვიქურდე, მე წესიერად ვიცხოვრე, მე არ ვცადე ასე შემდეგ. ეგეთი кейსებიც არის, მაგრამ ხო არის ხოლმე რომ აი ეგ შლეიფი მაგიტო მოდის. რამდენად ისეთი ამბავია რომ აი არ ვიცი ახლა შიგნით მე ყველა არ მინახავს, ალბათ და ვიღაცა შეიძლება და ქონოდა ეგეთი სტარტი რა იმ ბიზნესებიდან. შეიძლება არ წყვება მაგ სტარტს. ხო, აი ზუსტად მაგაზე მინდა ლაპარაკი რა. იცი რა? ცოტა ის ხო არ არის, აი სიყალბის ის ხო არ არის, რომ შეყვები უკვე ფინალს, ბოლო დღეებს ყვები წარმატებას. არა, არ არის მასე. მე მგონია რომ მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა. მე არ ვაიდეალიზირებ მეწარმეობას. ზოგჯერ მეწარმეობა ძალიან მკვეთრ და რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. უბრალოდ იცი რა, თუ ჩვენ ამ ადამიანებს არ მოусმინეთ, ვინც ეს გზა იარა, აი მე ყოველთვის ვსწიო ვისწავლო არა აქვს მაგას მშობა ენტერპრენიორშიპი იქნება, პოდკასტი იქნება თუ სხვა რამე არის. მე მივდივარ და ვსწავლობ იმ ადამიანებისგან, ვინც შემზე ადრე იარა ეს გზა. და რაც მეხმიანება, ანუ ხო იცი სხვის შეცდომებზე სწავლა ასწორებსო და მართლა ასწორებსო, სხვის გამოწვევებზე და შეცდომებზე სწავლა შეიძლება დაგიზოგო ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ბევრი ფულიც მათ შორის. და ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ მეწივად ჩემი აზრით დიდი დოზით გულწრფელად ყვებიან რაღაცებს, ყველას ერთნაირი გულწრფელობის დონე არ აქვს, ისე ვიმეორებ, ყველა სტუმარი არის როგორც წიგნი, განსხვავებულები არიან. და წიგნსაც რო კითხულობ, განსხვავებულია ეს წიგნები, ხო ფილმსაც რო უყურებ, განსხვავებულია ეს ფილმების და ბოლოს შენ წყვიტავ შენთვის რომელი ფილმი იყო კარგი და ცუდი და რომელი წიგნი ხდება შენთვის საყვარელი წიგნი. ან რომელზედაც იტყვი რომ ეს წავიკითხე, მაგრამ დრო დავკარგე. ეგეც გამოცდილება არის რაღაცა კუთხით. ამიტომ მე ამ ფილტრს რაღაცნაირად არ ვადებ. ვცდილობ მოვიწვი ახლა უფრო მეტად უფრო დამწყებებისკენ გადავიხარე, რომ რაღაცა სივრცე მივცე, რომ აი სტარტზე რა გამოწვევებიც არის, მაგაზე მეტი ფოკუსი ავიღო. და ალბათ ის რომ მე ამ მეწარმეებთან ჩემი ისტორიიდან გამომდინარე ბევრი შეხება მომიწია.
ანუ სარკის დროს რავი თითქმის 70% ბაზრის რო გვეჭირა ბიზნესი არ იყო საქართველოში შუა ზომის, რომელიც არ გვემუშავებოდა. ამიტომ ყველა ადამიანს მეწივად პირადად ვიცნობ საქმე გამიკეთებია და ან კამპანია და მიგეგმია, ან პროდუქტი, ან რაღაცა გამიკეთებია ამ ხალხთან. ამიტომ რაღაცა ტიპის ეს ნდობის საფუძველი არსებობს ჩვენ შორის, ანუ უკვე გაგვიხოც პური გვიჭამია ერთად რა და რაღაცნაირად ეს არის, მაგრამ ამავე დროს ეხა ეს ახალი ამპლუა არის, სხვანაირია, მოდიან და იმაზე გაცილებით როგორ თქვა, ღრმა გამოცდილება, ხუთმე ყოველთვის ვეკითხები, როგორ იყო შენთვის თვითონ პოდკასტი, ანუ თვითონ გამოცდილება პოდკასტის წერის, ყოველთვის სტუმარს წინასწარ უჯდები, ყოველთვის პოდკასტი რო შევცდიო, რომ მე დაველაპარაკო და ის თვითონ ის ხო იცი, ეს გამოცდილება ამოვიღო რა, მანამდე რა ეგონა და ანუ რა შევკვეთა და რა ჩამოვიდა თემა არის. და ბევრი მათგანისთვის ეს საკმაოდ გულახდი ბევრს უთქვია და დაუწერია სტატუსად, რომ ეს ჩემი ყველაზე გულახდენი ინტერვიუ, რაც კი სადმე მიმიცია და რამოდენიმე ადამიანი სუპირველად გამოჩნდა, ანუ საერთოდ მედია სივრცეში არ გამოჩენილა და ჩათვალე პირველად გამოჩნდნენ და პირველად გააზიარეს თავისი ისტორია. ამიტომ მე მგონია, რომ ყველა პოდკასტს აქვს თავისი როლი, ამ პოდკასტს აქვს როლი, რომ სამეწარმეო აზროვნება გახადოს უფრო პოპულარული, მეტმა ადამიანმა გაბედოს თავისი ბიზნესი, მოდი ესე ვთქვათ. მეტმა ადამიანმა გაბედოს, შეიძლება ვიღაცას ბიზნესი აქვს უკვე დაწყებული, მაგრამ პატარა ზომის არის და გაბედოს ზომაში ზრდა და რაღაცები, ანუ გამბედაობამდე მივდივართ. ანუ ენტერპრენიორშიპი, მეწარმეობა გამბედაობის გარეშე არ არსებობს. ანუ გამბედაობა მანდარი მთავარი ინგრედიენტი ამ ფენომენში. ამიტომ მე მჯერა, რომ ამ სტუმრების ისტორიით მე წყალს ვასხავ მათ გამბედაობას. ორი აზრი არა, ეგრეა. დაინახონ, რომ მათაც შეუძლია და რატომ მოგიყევი ეგ ისტორია? იმიტომ რომ ამ პოდკასტის ჩაწერები რო დავიწყე და ეგ იყო ძირითადი პოდკასტი, რითაც დავიწყეთ კაცმანის პოდკასტი, ეგ არის დღემდე. და მე გამოვდიოდი და რაღაც სხვა პოდკასტის უნდა ჩავწეროთ, სხვა პოდკასტი, აი ესე ამეკვია და მე თვითონ ეგ აზრი, რომ სხვა პოდკასტის უნდა ჩავწერო და ასე დაიბადა კაცმანის სხვა პოდკასტი, სადაც უკვე შენ რაც ახსენე 100 სიტყვის ამოღება, ანდრო და ბევრი სხვა ადამიანი ეს გაჩნდა როგორც მოდი ესე ვთქვა შემავსებელი, თუმცა დამოუკიდებლადაც როგორ ვთქვა, ცალკე პასეული პროდუქტია, არ არის კაცმანის პოდკასტის და უფრო მასიურია სინამდვილეში ვიდრე სამეწარმეო პოდკასტი. ანუ იმ პოდკასტს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და იქ ვცდილობ მომეყვანა როგორი ადამიანები, იცი? წარმატებული ოღონდ არა მაინდა-მაინც ბიზნესში, არამედ წარმატებული მხატვარი, წარმატებული ფილოსოფოსი, წარმატებული გაყიდვების მენეჯერი, სხვადასხვა ადამიანი, რომელსაც გააჩნია აზროვნების და ღრმა მსჯელობის უნარი, ესე ვიტყოდი რა, რომელიც საინტერესოა როგორც პიროვნება. და მანდაც რეალურად წარმატებული ადამიანისგან სწავლობ, ანუ სამეწარმეოში ხო ბიზნესში წარმატებული ადამიანისგან სწავლობ და აქაც წარმატებული ადამიანები არიან, რეალიზებულები. აი შეიძლება წარმატება არ არის, მაინც წარმატებას უფრო შეიძლება ადამიანს აიყვანოს, რომ ბევრი ფული აქვს ან რაღაცა. სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს. არა, ეს არის რეალიზებული ადამიანები, ეს არის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს თავისი სიტყვა ხმამაღლა ეთქვათ იმ სცენაზე, რაზეც დგანან. სულ ერთია მსახიობია, მხატვარია, მენეჯერია თუ ვინ არის, სხვა ადამიანები მომყავს მანდ. და იქაც რეალურად გააქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელო ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ზოგადად საკაცობრიო სიტყვებს ვეხებით, ეს სასახეთ ეხება ასევე ყველა მაყურებელსაც. ანუ ეს სიტყვები მაგიტომაც უნივერსალურია რა და ამიტომ მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანი სიტყვები. ნათელი მაგალითი აგებზივარ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც დიდი გამოძახილი ჩემში. და ეს რას მომბობდი, იცი, რომ ყველა უთანხმოება, ყველა კონფლიქტი, ყველა ომი. აი რაც კი ხდება დედამიწაზე ადამიანებს შორის, წყვილიდან დაწყებული, კაცს და ქალს შორის თუ სხვა ტიპის წყვილიდან. რომელსაც ასე გვეშინია თურმე ის რა ქვია ნებისმიერი წყვილიდან დაწყებული დამთავრებული გუნდი შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს ორგანიზაციული გუნდი, სადაც არიან ადამიანები დამთავრებული ქვეყნით,
ზოგადად საკაცობრიო ქვეყნებს შორის კონფლიქტი ყველაფერი ხდება ერთი მიზეზით. ჩვენ არა ვართ ამას სიტყვაზე შეთანხმებული. საერთო ენა არ გვაქვს. საერთო ენა არა გვაქვს, პატივისცემა არა გვაქვს ერთმანეთის განსხვავებული აზრის. აი, ნახე, თუ ადამიანს აქვს განსხვავებული აზრი, მე მეწყება ფობია და მე ვიწყებ ამ განსხვავებული აზრის ჩაქოლვას. სინამდვილეში ხა მოდი ეგრევე, მე არა ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ რა არის, როდესაც თანაბარი შესაძლებლობა აქვს სხვა ადამიანს, რომ თვით გამოხატვა მის ესეთია მისი სამყარო და არ გემოქრება შენ არაფრით, კაცო, შენ ინტერესით მიუდექი, რატო არის ეგრე როგორც არის. შენ არ გემოქრება დაკარგვა. შენ დაკარგვის რაღაცის გეშინია, როცა შენი საკუთარი ფობიები არ აქვს დამუშავებული. თორე განსხვავებული ადამიანი ვერ მოვა და თავის განსხვავებულობაზე ვერ გადმოგვცემს, ხო რა, ვირუსი ხო არ არის რომ გადმოგედოს რა. ანუ შენი ფობია გაქვს, განსხვავებული ადამიანი რო გიზის მიუღებლობა რო გაქვს, ესე იგი შენ რაღაცაში არ ახარ მყარად. თუ შენ თუ მყარად ხარ, მე ის უნდა შემეშინი შენ განსხვავებულობა, როგორ შეიძლება მე შემაშინოს. ხო და ეგ არის თემა, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს განსხვავებული აზრის მიღება, იმიტომ რომ საკუთარი აზრი გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ თავდაჯერებულობის და ბევრი სხვა კომპლექსიკა გვაჩნია, რომლის გამოც ვერ ვიღებთ განსხვავებულობას. და შესაბამისად მას უკიდურეს შემთხვევაში რა არის ფანატიზმი, ნებისმიერი ფანატიზმი რელიგიური იქნება თუ სხვა, რომ მე განსხვავებულს უნდა დავჩაგრო, მოკლა, მოძირკნო, გავაჩუმო. ყველა ფანატიზმი ამაზე დგას და რა არის ეგ თუ არა დაუჯერებლობა საკუთარი სიძლიერის. ანუ მე თუ ჩემი სიძლიერის მჯერა, მე შენ განსხვავებულობა არ მეშინია მე ამის. სხვა საკითხია როგორ განა არ მეშინოდეს მარტო, არამედ პატივი როგორ ვცე ამ განსხვავებულობას და საერთოდ მოგისმინო ამ განსხვავებულობას. იცი რა არის? შეხედე. მე თუ მოვედი შენთან, მე ხო ჩემი სამყარო ვიცი ისედაც. ანუ მე თუ თავდაჯერება მაკლია, მაშინ დავიждები და დავიწყებ ჩემი სამყაროს კიცება შენთან. ანუ მე თუ თავდაჯერებული ვარ და წელში გამართული ვარ, მე ამის მტკიცება არ მჭირდება შენთან. ამ მტკიცება მოდის სიცარიელიდან. ანუ შიგნით არის სიცარიელი და მე უნდა ამოვივსო მტკიცება, მე უნდა მოვიდე და დაგიმტკიცო რომ მართალი ვარ, მე უნდა დაგიმტკიცო რომ შემტყვანი ხარ, მე უნდა დაგიმტკიცო რომ ცდები, მე უნდა დაგიმტკიცო რომ შენ აზრი უნდა შეიცვალო, შენი აზრი მთლად ეგეთი არ ყოფილა. ანუ შეგარყიო მარტო იმიტომ რომ შენი შერყევის ფონზე შეგვიძლია ძლიერად ვიგრძნო თავი. 90-იანი საქართველოს ქუჩის კანონი. პირდაპირ. ანუ ეგ არის, რომ მე შენი შიშის და შენი დაჩაგურის ხარჯზე უნდა ვიგრძნო თავი ძლიერად. საბოლოო ჯამში. ხო, სამწუხაროდ ეგრე არის რა. ხო და ნახე, ესე ვართ ადამიანები და შესაბამისად, როცა რადიკალურად სხვა სივრცე იქმნება, შესაბამისად ეს არის ნოყიერი ნიადაგი, რომ უკვე რაღაცა სხვა გაიხსნა შიგნით რა, ანუ რაც შენ მოგეწონა და რასაც შენ ახსნი, ხა ანდრო ძალიან ბევრი ინტერვიუ აქვს მიცემული, ანდრო პოპულარული სპიკერია, მაგრამ მგონია რომ სივრცე, რომელიც შევქმენით ერთმანეთის პატივისცემის და ერთმანეთის ძალიან გამორჩეული. ხო, აი ეგ ქმნის რა, განა ანდრო მოვიდა განსხვავებული, ხო? ანუ მე მივეცი საშუალება ანდროს რომ გახსნილიყო. და ეგაა ჩემი როლი, თუ მე რამე პოდკასტერობაში ფასი გამაჩნია, ყველაზე დიდი ფასი ეს არის, რომ მოსმენის სივრცე მივცე ისეთი, რომ სტუმარი გაიხსნას, მაგრამ გაიფურჩკნოს. და მაყურებელი მე ამ გაფურჩკნიდან კაიფობს. აი ეს არის საბოლოო ჯამის მთელი ფორმულა. ეხა მილიონი ჩაკითხვის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო ტემბრი გაქვს, რომ არც გაწყვეტინებთ. ის ამბობ. მოდი ეს თავებად დავყოფ რა, რაზეც მინდა რომ ჩაგეკითხოთ. აბსოლუტურად გეთანხმებით იმ ამბავში, რომ ხო, სამწუხაროდ კაცობრიოს ალბათ ერთ-ერთი თუ მთავრესი არის პრობლემა ეგ არის, თუმცა ვერ ხვდები რითი უნდა ვებრძოლო. მაგაზეც რო ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთი ასპექტი რომელიც ცეთ დაუკარო გადავახვიოთ, აი, რო დავყოთ რაღაც 10 წლეულებად რა, რადგან ბიზნესთან ამხელა გავლენა და შეხება გაქვთ. აი ეგ წარმატების ფორმულები ბჭყალებში რა, რაც ეგ ახსენეთ რომ სასაცილო ჭირს, მაგრამ რასაც ყვებიან ეს ადამიანები. მოდელი რომელიც მუშაობდა და ისტორია წარმატების მიღწევის 2090-იანების ვაიბი როცა იყო
და აი 2010-დან რო ავიღოთ რა. როგორ ფიქრობთ, რა პროცენტულად რამდენი ტიპი მიაღწევდა იგივე წარმატებას, იგივე დოზაში, ვინც მიაღწია 90-იანების ვაიბში? რადიკალურად სხვადასხვა დრო იყო. აი ზუსტად მაგით ვკითხულობ. ნახე 90-იანებში ვინც დავიწყეთ, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც 90-იან წლებში დაბრუნდა საქართველოში, ისრაელში დაამთავრა სკოლა და დაბრუნდი აქ ჩავაბარე თესელუში. ეგ იყო დრო, რომელსაც მე ვეძახი ბავშვმა თუ იცის ინგლისური და კომპიუტერი. კომპიუტერის ინგლისური სოდნის დრო იყო. და შესაბამისად, მაშინ აი ეს ორი საბაზისო სოდნა, რომელიც აი წარმოიდგინე რამდენად პრიმიტიული დრო იყო მაშინ, იყო რეალურად სამსახურში მოწყობის მთავარი კრიტერიუმი. ანუ ენის სოდნა და კომპიუტერის სოდნა. კომპიუტერის ის საბაზისო სოდნაზე ვლაპარაკობთ ხა რაღაცა. Advanced user-ობას არავინ არ გთხოვდა მაგრამ. Word-ი, Excel-ის ამბავი. Word-ი, Excel-ის ამბავი. შესაბამისად, ეს იყო პერიოდი, რომელშიც ძალიან ბევრს ჰქონდა, როგორ ვთქვა, ძალიან ცოტას ჰქონდა ეგ სოდნა, ძალიან ბევრს ჰქონდა შესაძლებლობები, ეგრე ვიტყოდი რა და კონკურენციას მაგ დროს იყო ძალიან დაბალი. ანუ პრაქტიკულად კონკურენტო იყო და ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია მარტო ინგლისური სოდნით აიყვანა. აი ჩვეულებრივი აი უცხო ენებზე რო სწავლობდა ხალხი, აი ის პერიოდი ის ხალხი მე ძალიან ბევრი გამენეჯერდა, ისწავლა, გაიწურნა, ანუ როგორ რაღაც არის, იცი ჩვენ მოდი ესე ვთქვათ რა, მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ, რომ სამეწარმეო სულისკვეთება საქართველოს სულ ქონდა, იმიტომ რომ რეალურად საბჭოთა კავშირში ეგეც მნიშვნელოვანი ცოტა რომ გადავახვიოთ, ხო? საბჭოთა კავშირში საქართველოს იყო შავი ეკონომიკის ცენტრი. ანუ აქ იყო ეგრეთ წოდებული ცეხავიკების კასტა არსებობდა, ხო? რომელიც საბჭოთა კავშირში ხო თელი კერძო საკუთრება არ არსებობდა, ამიტომ ყველაფერს სახელმწიფოს ეკუთვნოდა. კერძო საწარმოებები პირველი საბჭოთა კავშირში ამ რაოდენობით შეიქმნა საქართველოში. ანუ საქართველო იყო ამ კუთხით მეწარმეობის ცენტრი. ანუ ფარული, მაგრამ მეწარმეობის ცეხავიკები, რომელიც მე დაერია ნაწილი, აქ დარჩა ნაწილი, წავიდა ნაწილი, გადაბარგდა და ასე შემდეგ. ამიტომ მეწარმეობის კულტურა საქართველოში არსებობდა, ანუ საბჭოთა კავშირიდან გადმოსული, მანამდე აღარ ჩავრმავდები, მანამდე თავის პერიპეტიები ჰქონდა. ხო და მე როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და კოოპერატივების პერიოდი დაიწყო, აი ზუსტად ეგ პერიოდი ემთხვევა, როდესაც აი ესე მარტივად ინგლისური და კომპიუტერით ხალხი იწყებდა მუშაობას. დროთა განმავლობაში ესე ვიტყოდი, რომ ედიკას დროს უფრო მეტად ჭრიდა ნაცნობობა რა, ნაცნობობის თემა იყო, თუმცა ნაცნობობა ყოველთვის წონის, მაგრამ მაინც ხა ხო ხვდებით და პარტოკრატიული კლასი წარმოიშვა რა, ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკების კლასი შეიქმნა უკვე ედიკას დროს. და ნუ რაღაცა მომენტში დაბერდა ის კაცი ვეღარ ერეოდა თავის ჩინოვნიკებს საბოლოო ჯამში. მაგრამ ბევრი მათგანი დღესაც პოლიტიკაში არის. ანუ მე გულისხმობ, რომ აი ეს კლასი მაშინ ჩამოყალიბდა. მერე მომდენო ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა ცოდნაზე დაფუძნებული მოდი ესე ვთქვათ ეკონომიკა და ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოყვანა დავიწყეთ, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა, ხო? სხვა პროფესიები და წარმატებული იყო და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიყვანა. კერძო სექტორმა, სახელმწიფო სექტორმა, ანუ ძალიან აქტიური თემა იყო. და ეხლანდელი პერიოდი, რომელიც უკვე ძალიან ბევრი რაღაცის ნაზავია სინამდვილეში, მაგრამ ნუ აი როგორ გითხრა, ეხლა მოდი ესე ვთქვათ, მე გულისწყეთა მაქვს იმაზე, რომ მე ესეთოთ რადგან ადამიანების განვითარებაზე სპეციალისტები, ყველაზე ნაკლებს საქართველოს კომპანიები დებენ ადამიანების განვითარებაში, დებენ, არ ვიცი, ტექნოლოგიებში, დებენ სოფტებში, დებენ საწყობის გაფართოებაში, დანადგარების ყიდვაში და არა გადამზადებაში. და სუბულ ადგილზე არის ადამიანებში ინვესტირება. რაც ჩემთვის როგორც ახ ადამიანების ვთქვათ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისთვის რთული მოცემულობაა. იმიტომ რომ სუბულ ადგილზე არის პრიორიტეტები და როცა ადამიანებამდე მიდის საქმე, იქ უკვე აი ბევრი შიში შემოდის, რომ აი რომ აინვესტირო, ხوارწავა სამსახურიდან ან რაღაცა გრძელვადიანია ეგ ინვესტიცია. მოკლედ, ადამიანური კაპიტალი ქვეყანას სუსტი აქვს. ან თუ კაპიტალს შეხედავ, რა თუ ვთქვათ, ეკონომიკა იზრდება, ან GDP per capita იზრდება, ჩვენი ადამიანური კაპიტალი, რომელიც იდეაში
ამას ქვია knowledge based economy, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ეს ტენდენცია ნელა გაჩერდა. და მგონია რომ განათლების სისტემაც ტოტალურად არ უწყობს ხელს, განათლების სისტემა არის რეგულირებადი, არის ძალიან მძიმე. დღესაც ბავშვებს ტონა რაღაცას ასწავლიან, რაც საერთოდ არ ჭირდებათ, იმის მაგერად რომ უნარები ასწავლო. აი მეკითხები პირდაპირ რა მგონია, რა მოხდება. ხელოვნური ინტელექტი გააქრობს პროფესიებს და დატოვებს უნარებს. ანუ რაღაცა უნარები იქნება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ იზავს. და რასაც იზავს, ყველაფერს წაიღებს. ანუ მაქსიმალურად წაიღებს. შეიძლება ჩვენთან ეს პროცესი დაგვიანდეს, როგორც ყველაფერი აგვიანებს, ხო, როგორც პატარა ქვეყანას, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესია. ამიტომ რეალურად დარჩება ის უნარები, რომელიც მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს ვერ შეიძლება რომ გააკეთოს. ეს შორი პერსპექტივაა თუ არა? აი, არა, 5-10 წელი მაქსიმუმ. ანუ ნახე მე არ გავაფეტიშებ, იმიტომ რომ მგონია რომ საბოლოო ჯამში როგორც Google-მა მოახდინა რევოლუცია საინფორმაციო ძიების ამბავში და ინფორმაციის სტრუქტურირებაში, მოდი ეგრე დავარქვათ. ChatGPT გააკეთებს ბევრად უფრო მეც კიდე. და რეალურად ChatGPT არასწორი სიტყვა ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სოფტია, ჩოვლებრი ბრენდია, როგორც Pampers-ია, ხო, Pampers-ი ხო ერთადერთი ბრენდი არ არის, მაგრამ ყველა ვეძახით Pampers-კი. ხო, სინამდვილეში Diapers-ია. კატეგორიას ქვია Diapers-ი, მაგრამ ხო, Diapers-ი ქვია და Pampers-მა მიითვისა, იგივე მიითვისა, ეხლა ChatGPT-მ თორე სინამდვილეში ეს არის big data და machine learning-ი, ანუ საბოლოო ჯამში ეს არის სულ სხვა ტერმინებია, მაგრამ ყველას გვახსოვს ChatGPT-ი, იმიტომ პირველი ბრენდია ამიტომ ეს პროცესი შეუქცევადია და როგორც Google შევიდა ჩვენ ცხოვრებაში და უტილიტარული ინსტრუმენტი გახდა, იგივე უტილიტარული ინსტრუმენტი გახდება ეს უბრალოდ გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე გაქვს Google-ს. ნუ Google-ს აშენებს თავის ხელოვნურ ინტელექტს უკან, ამიტომ Google-ს არ ჩამორჩება, მდიდარი კომპანია და ხვდება ტრენდები. თვითონ როგორც მოვლენა რა. როგორც მოვლენა და ნახე რა მოხდება. ჩვენ სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანი გაჩნდება, რომელიც ასისტენტად მოიხმარს ხელოვნურ ინტელექტს, ეს იქნება მაქსიმალურად, მოდი ისე ვთქვა, ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ჩემი აზრით, ჩვენ აუთსორსინგებთ ამ ხელოვნურ ინტელექტზე და ჩვენ დაფოკუსირდებით იმაზე, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შვება. ანუ დაფოკუსირდებით შემოქმედებაზე, დაფოკუსირდებით ემოციურ ნაწილზე, ანუ პირდაპირ გეუბნება, ცოდნა აქვს, აერთებს ერთმანეთში და გააძლევს, ემოცია არ აქვს რა და შესაბამისად მაგით ვთქვი რომ რაღაცა პროფესიები დარჩა ხელით მუშაობა, ეხლა არ ვიცი, არა მგონია რობოტებმა ყველაფერი ჩაანაცვლონ და რა ვიცი, თურგალის დარჩება და რაღაცების დარჩება, მაგრამ რაღაცები იქნება რაც ჩანაცვლდება. საბოლოო ჯამში დაუბრუნდები შენ კითხვას ადამიანებისთვის ამ თაობას, რომელიც ახლა იზრდება, რა ვიცი, კიდე ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ, იმიტომ რომ ის პროფესიები კლასიკური, როგორც ჩვენ ვიცით, აღარ იარსებებს მომავალში. ანუ იქნება უნარები. და ამ ეს უნარები უნდა ვასწავლო სკოლაში. სკოლაში კი ბაღში უნდა ასწავლო. აი მაგალითად ახლა ჩემ ნიკა გამყალიზე მყავდა სტუმრად, გახდა მონტესიორი ჩამოიტანა ბაღი. აი ნახე როგორი მაგარი ლოგიკა აქვს ამ ბაღს. ბაღი არის ისე შექმნილი კონცეპტუალურად, რომ ბავშვმა ისწავლოს დამოუკიდებლობა. ანუ ჭურჭელს რეცხავენ თვითონ. ანუ არაფერს არ ურეცხავენ. ანუ ბავშვი არის სრულად დამოუკიდებელი. მთელი კონცეფცია მონტესეორის არის, რომ ბავშვი ადაპტირებული გამოვიდეს ბაღიდან. ნუ სკოლაც აქვს იმათ თავისი იმედია, ნიკუშა რამაზი და ხალხი ვინც ამას აკეთებს, სკოლასაც გააკეთებენ. და ესე იგი ადაპტაცია ხდება ადამიანის ნახე რასაკიდან. ანუ როცა ჩვენ უყურებთ თითქოს პატარა ბავშვია რაღაცები, მონტესეორი არა 3 წლიდან ის აქვია ის სარიცხის საშუალებები არის ადაპტირებული დაბალზე, რომ ბავშვი მივიდეს და თავისი თებში გარიცხოს. წარმოგიდგენია რომელი ასაკიდან ხდება ეგ. ეგ არის უნარები, ხვდები რომ ამბობ. რაში გჭირდება ცოდნები? ანუ რას ვთქვი, ვიცი აქ იხსნა ცოდნა ბერავს ჩვენ ეგოს. მეტი აიფს არ აკეთებს. ანუ მე წავიკითხე 7 წიგნი და რა მე ყოველთვის და რა გააკეთე ამ 7 წიგნის წაკითხვის მე სულ ვკითხავს, იმიტომ მაინტერესებს ადამიანმა ცოდნის რეგისტრში დაიტოვა ეს წიგნები თუ რამე შეცვალა თავის ცხოვრებაში თუ მე შეიძლება ძალიან დაჭკვიანდე ტექნიკურად რო შევხედო, მაგრამ არ ვცვლიდე ჩემ ცხოვრებას და კომფორტის ზონიდან არ გამოვდიოდი არასდროს და ეგ ზრდა არ არის. ეგ არის
მე დავჭკვიანდი. ანუ მეტი წიგნი წავიკითხე, მეტი ინფორმაციას ფლობ. მაგრამ ინფორმაცია სანამ გამოცდილება არ გახდება, ფუჭია ფასი ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ ინფორმაცია შეუნდა გადაიტანო შენ პირად გამოცდილებად. ანუ შეუნდა ცადო ხვდები, ანუ ვერასოდეს ვერ მიხვდები სინამდვილეში რა მუშაობს შენთვის სანამ არ ცდი. ანუ უნდა ცადო, გამოცადო რა, იმიტომ არიან რომ რავი, ყველა ნორმალური არა გურუ ტიპი, რომელიც გეუბნება მე ვიცი მხოლოდ და წამოყევი ჩემი გზა ერთადერთია, ბოლოს გეუბნება გამოცადეო, რატო გეუბნებიან, იმიტომ რომ შენ მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეგიძლია რეალურად მიხვდე ეს ცოდნა შენთვის მუშაობს თუ არა, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულაც არ მუშაობს. ეს შენი არ არის. სხვა ადამიანისთვის არის, ანუ ისე ვიმეორებ, ადამიანები ვართ განსხვავებულები, ამიტომ მთელი განათლების სისტემა საჭიროებს გადახედვას, იმიტომ რომ ეს, რომ ჩვენ უნივერსალურად ვასწავლით ბიოლოგიას, ქიმიას, მათემატიკას და გეოგრაფიას, ამ ChatGPT-ის ერაში არის აი როგორი ჩამორჩენა, იცი აი სადა დედამიწა რა, ანუ სად არის დღეს უბრალოდ ეხა ეგ ცოტა უტოპიური ზგონია რა, ერთი ხელის მოსმით ეგ ვერ მოხდება, მაგ სისტემის და სტრუქტურის ნგრევა, განათლების სისტემას გულისხმობ, ანუ ეს ხო მაშინ ჩვენ საქართველოს იმაში რა ვიყოთ კონტექსტში რა, მაინც განწირულები ვართ მინიმუმ 1-30 წელი რომ ეს არ შეიცვლება. თუ არის რამე წურები. თუ ეგრე ვიტყვით, ეგრეც იქნება. მოდი ეგეთ რაღაცას გეტყვი. შენ ხა ისე გააზიარე, როგორ მომესმინა, იცი შენი გაზიარება რომ ვიღაცამ უნდა ქნას. არა გიო, მე და შენ უნდა ვქნათ ეგ. მაყურებელი რომელიც გვიყურებს, მან უნდა ქნას ეს. და არა ვიღაცა ბიზია ჩამოვა ბაბუა საიდანღაც შვეიცარიიდან თუ შვედეთიდან თუ საიდანღაც და რატომღაც ამ რეფორმას საქართველოში არ გაგვიკეთებს. ხო, აი მე სამწუხაროდ აი ეგრე მაქვს რა, ხა რაღაცა თავში წარმოდგენილი რომ არის სპეციალური ინსტანციები განათლების სისტემაში, განათლების სამინისტრო ასე შემდეგ, რომელსაც ძალუც რომ ეს გააკეთოს. მათი ნება უნდა იყოს. ხო, აი ეგ კონტექსტი ვიგულისხმობ. გასაგებია რომ სიტყვაზე ალტერნატიული ცოდნის მიღების მეტნაკლებად სივრცეები ჩვენ შევქმენით, იგივე პოდკასტები და ასე შემდეგ, ესეც ამას ემსახურება. თუმცა ეს მაინც სხვა რაღაცა მგონია რომ თუ ფუნდამენტალურ, ანუ აი სკოლებს გულისხმობ და რაღაცეებს, მე და თქვენ არ ძალუც რა რაღაცა ეგ შევცვალოთ, სტრუქტურა შევცვალოთ. ჩვენ ძალუც რა შევქნათ მოთხოვნა? ჩვენ ძალუც შევქნათ მოთხოვნა. მე შენ 10,000, 100,000 კაცი ამაზე ხმას რომ ამოიღებს, ხო ხვდები რომ ეს საჭიროებს გადახედვას, რეფორმას. იმიტომ რომ შეხედაგია სინამდვილეში ჩვენი მთავარი მაგიური ფრაზა რა გვეშველება არის. მაგიური სულაც არ არის შეიძლება შესატყვისი სიტყვა, მაგრამ თითქოს უნდა ვიღაცამ გვიშველოს, არ გვიშველის გიო. ანუ მე გულისხმობ რა, იცი, მოდი სხვა მაგალითი, ანუ ამ პოლიტიკაში რა შევიდე, მე გამიხელავ ირლანდიის მაგალითად, ხო? ეს ქვეყანა დღეს ჩაიხედეთ სად არის. აი 50 წლის ტრენდს რო შევხედოთ ირლანდიის რა გააკეთა ირლანდია. ანუ და შერაგონია ირლანდიამ გააკეთა სამი რაღაცა სულ. ანუ 50 წლიანი ნახტომი, უბრალოდ რომ აი არ ვიცი, ან თუ გინდა უბრალოდ ირლანდიის ზრდა ეკონომიკის просто სკრინშოტად მოჭერი ინტერნეტში არის და დაადე ამას. კი ბატონო. აი ნახე რა ხდება. ირლანდიამ რომელიც იყო ძალიან ტერორისტული, ხო გახსოვს როგორ ის ყოველი მეორე ტერორისტული აქ YouTube-ო გამოდიოდა. ირლანდიელია ბონო და სულ პერმანენტულად რაღაცა განცხადებას აკეთებდა, გახსოვს? ანუ პერმანენტულად აპროტესტებდა დიდ ბრიტანეთის სისტემაში მოხვედრას და ერთ ამბავში იყო ირლანდია. მოკლედ ირლანდიაში მიიღეს 3 ძირფესრული გადაწყვეტი. აი რომ მივხვდეთ რომ სინამდვილეში ქვეყანამ კურსი რომ შეცვალოს ესეთი გადაწყვეტილებებზე ვლაპარაკობ, ხო ხვდები? პირველი, ირლანდიამ მიცა საგადასახადო შეღავათი ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას და გადასახადიდან განთავისუფლა. შეიძლება რომ Facebook-ში დღემდე ფულს რო იხდი, ირლანდიიდან მოგდის ჩეკი. ანუ ჩეკი მოდის ირლანდიიდან. რატო? იმიტომ გადასახადებისგან განთავისუფლებულია Facebook-ი და headquarter-ი თუ რა, სათავო ოფისი თუ ბუღალტერია როგორც მინიმუმ ზუსტად ირლანდიაში. ხო. ეგ არის პირველი. ესე იგი ყველა ტექნოლოგიური კომპანია დღემდე ირლანდიაში აქვს თუ მთავარი ოფისი არა, ერთ-ერთი მთავარი ოფისი იქ აქვს და ინვოისი მოგდის იქიდან. იმიტომ გადასახადებიდან განთავისუფლება. ან თავისუფალი ეკონომიკური ზონა მაღალ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. მაშინ ეს აღმოჩნდა ძალიან რელევანტური. ნუ ალბათ შეისწავლა ამ ხალხმა, ეგრე ხო არ არის რომ ციდან ჩამოვა. ხო. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ირლანდიამ ძალიან დიდი ფული ჩადო განათლებაში. ანუ განათლება თან
გახადა ხელმისაწვდომი და თან ხარისხი გაუმჯობესა. ეგ იყო მეორე ყველაზე მთავარი რაც გააკეთა ირლანდიამ. ესე იგი ამ ორმა გადაწყვეტილებამ განათლების რეფორმამ ძირფესობმა შექმნა ახალი კლასი, მოდი ისე ვთქვათ. და მესამე რაც გააკეთა ირლანდიამ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის ჰქონდათ ნარკომანიის და ლოთობის ინდექსი ახალგაზრდებში, ყველანაირი ისა რა ქვია როგორა წრეები გახადა უფასო. ანუ დააკავა ზოგი წურვაზე წავიდა, ზოგი აერობიკაზე, ზოგი ჯიმში წავიდა, ზოგი აქ წავიდა, ზოგი აქ წავიდა, განკურნა ყველანაირი, ნუ სახელმწიფოს ხალხად კერძო სექტორსაც თავისი ქონდა, მაგრამ სახელმწიფომ კარგი ინფრასტრუქტურა შენა თვითონ. აი შეხედე და ამან დაწერა ის შედეგი, რომელიც შენ შეგიძლია ხა Google-ში შეხვიდე და ნახო. ანუ რას გულისხმობ, იცი, რომ ეგეთი მაგალითები ქვეყნებმა რა გააკეთეს, უხვად არსებობს. და თუნდაც პატარებმა, თუნდაც როგორ აიღო ესტონეთმა პირობითად ვისახი და ელექტრონული მოქალაქეობა შექმნა. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია ესტონეთის მოქალაქე გავხდე თუ ტექნოლოგიური კომპანია მაქვს დარეგისტრირებული მან და ესტონეთის ჩასვლის გარეშე, პირობითად ვისახი. ეგა ინოვაცია. ხვდები, ანუ გულისხმობ იმას, რომ არ არის მაინდა-მაინც აუცილებელი რომ უყურო დიდ ქვეყნებს და დიდ ეკონომიკებს. არსებობს პატარა ქვეყნები, პატარა ეკონომიკები, რომელიც წააგავს ჩვენსას და ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნებისგან ვისწავლოთ და რაღაცა შევქნა და ისე ვიმეორებ, შეხედე როგორი ერა მოდის და ამ ერას დღესდღეობით როგორიც არის, არა მხოლოდ განათლების სისტემა. აბა ნახე რამდენ კომპანიაში დაიარე, უბრალოდ აი ამ მეგობრებს კითხე, რამდენ კომპანიაში არის AI კურსები. არც ერთში. და დღეს AI კურსებზე რომელსაც ეხა ახალი ტრენდია გამოჩნდა რა, ტიპები თვითონ აფინანსებენ თავის თავს. ანუ კომპანია ჯერ ვერ ხვდება რომ Google-ი ასწავლოს ხალხს. რომ ეგ არის სინამდვილეში მომავალი. ანუ გულისხმობ იმას, რომ რეალურად დღესდღეობით ჩვენ არც არასოდეს, არც ეხლა არა გვაქვს დაკარგული შანსი, არც არასოდეს არ გქონია, ხვდები, მაგრამ ის არის მთელი თემა, რომ ჩვენ გვინდა რომ ვიღაცამ გადაგვარჩინოს. ჩვენ გვინდა რომ ვიღაცამ დიდი ზუზუ ჩაგვიდოს პირში და ჩვენი ზუზუ წოვოთ და ვიყოთ კარგად. და ესეთი დამოკიდებულება ზუზუ ჩამიდე პირში გამართლებული არის 6 თვის ბავშვის პოზიციიდან. იმიტომ რომ მას არაფერი სხვა არ შეუძლია და როცა შეგიძლია რამე გააკეთო და მოთხოვნა გაქვს მარტო იმაზე რომ დიდი ზუზუ სავსე რძით ჩაგიდონ პირში, იმიტომ რომ შენ არაფერი არ გააკეთო და ხელი არ გაანძრიო. აი ეგ არის გადასახედი. და საბოლოო ჯამში ეგ იდეა განწირულია, ანუ ვისი ზუზუს არ უნდა ჩაიდო, იმას აქვს თავისი ინტერესი შენს მიმართ. არავინ უბრალოდ კეთილი, რომ შენ უბრალოდ ეს თავისი ზუზუ ჩაგიდოს, მეტაფორაა გასაგებია, იმას თავისი ინტერესი აქვს. შესაბამისად, შენ მოგიწევს ამაში გადაიხადო. და ინფანტილური არის ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცა მოვა და რატომღაც შენ მოგცემს აი ესეთ უპასუხისმგებლო, როგორ თქვა, მოდუნების საშუალებას, რომ სხვამ გადაწყვიტოს ჩემი პრობლემა. გავიზარდოთ რა. გავიზარდოთ, რომ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი ჩვენი პრობლემები. არავინ ამ პრობლემას თუ გამოწვევას ჩვენს გარდა არ გადაწყვიტავს. და გავიზარდოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე. მეტი არაფერზე არ ვლაპარაკობ, ანუ დანარჩენი განწირულია ფრუსტრაციისთვის. ანუ ვინც არ უნდა მოვიდეს ამ როლში ჩვენ აუცილებლად გავბრაზდებით იმედგაცრუებას განვიცდი და მე გადავაგდებთ. და საბოლოო ჯამში ეს ჩემი აზრით მოხდება მანამ სანამ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ ცხოვრებაზე. და შევხედოთ რა სამყაროს. მარტივი კითხვა გვასგიო. მე სუსვავ ერთ კითხვას. რა შეუძლია ქართველებს საქართველოს, მარტო ქართველებისგან ხო არ შედგება საქართველო. რა შეუძლია საქართველოს მიცეს სამყაროს. აი მაგ კითხვაზე უნდა ვიფიქროთ. ანუ რა შეუძლია სამყაროს მივცეთ. და თუ სამყაროს მოუძებნეთ რისი მიღებას უნდა, მაშინ ჩვენ ფულსაც მივიღებთ და ყველაფერი დანარჩენსაც. თავარია ვიცოდეთ რა მივცეთ. იმიტომ რომ კონკურენცია, მსოფლიო კონკურენცია, ხო? ანუ საერთულია ხა სიტყვაზე
იკონკურირო ქვეყნებთან, რომელიც 300 წელია და 500 წელია მოედანზე დარბიან. მე მყავდა ერთ სარეკლამო სააგენტოში ლატვიელი კურსელი, გაყიდა თავის სარეკლამო სააგენტო. ძალიან მის მეტაფორას ვიყენებ. ანუ რა თქვა, იცი? იმ ოლიმპიურ მოედანზეო, სადაც გუნდები დარბიანო 100 წლეულობითო, მე მაგათ ოლიმპიადა მოუგო შანსი არ არის, მე მოკლეზე უნდა გავირბინო. ანუ რომ მოუგო იმათო რა და აი საქართველოსაც მოსაძებნი აქვს თავის მოკლეზე როგორ გაიერბინოს. ჩვენ ვერ ვაჯობებთ ძალიან ბევრ რაღაცაში ტიპებს, რომელიც რავი 300 და 500 წელია, მაგაში არიან ძალიან მაგრები. ამიტომ მოკლეზე როგორ გავირბინოთ ეგ არის თემა რა. ანუ ჩვენ ვართ რავი ყველაფერი ტრე რა ვიცი ხა ის აქვია იმას ჩემ ბავშვს რო სათამაშო ჩანთებზე რო კიდევ რაღაც ტრენდი რო არის TikTok. ფოფიტი თუ რაღაცა. ხო, რაღაცეები რა, მოკლედ. აი ესეთი რაღაცა 8 დოლარიანი სათამაშო შეიძლება დღეს ღირდეს $6,000. იმიტომ რომ გახაიპდა. შესაბამისად, შესაძლებლობა ყველაფრის არსებობს რა. რითი ვარ დაკავებულები მაგამდე დავდივართ რა, თორე რა ვიცი მილიონი რაღაცა ხდება და უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს ამ სამყაროს დღესო შევხედოთ თავისი არ ვიცი ტელეფონი რა გახდა ჩვენ ცხოვრებაში რომ რავი თვითმფრინავში ჯდები და რავი 6 საათში სხვა კონტინენტზე ხარ ეგ ხო წარმოუდგენელი იყო ან ჩვენ წინაპრებისთვის ხა მე და შენ ცხოვრობთ უკეთესად ვიდრე ფრანგი მეფე 200 წლის წინ ანუ ხარისხი ცხოვრების რა ანუ ცხელა კონდიციონერს რთავს რა თქონდა იმას კონდიციონერი ჯდები თვითმფრინავში სადღაც მიფრინავში წარმოგვიდგენთ მეფისთვის გადაადგილება იყო ჩვეულებრივ ცხენებზე რაღაცა ეტლი თუ რაც არის რასაც ამაგრებდნენ ოდნავ ჯიშიან ცხენებზე ეს სხვაობა ეგ ხო მეტი ცხენი მეტი ცხენი და ოდნავ ხო მაგრამ კვირეები მოგზაურობდნენ სადღაც რომ მიდიოდნენ კვირეები მოგზაურობდნენ თავისი ჩვეულებრივ ტყეებში ღრეებში და ყველაფერში ანუ გულისხმობ იმას ჩვენ ევოლუციამ სასწაული ცხოვრება მოგვიტანა არ ვაფასებ შენ წარმოიდგინე ჩვენი წინაპრები დივას დგებოდნენ შივრები და ნადირობდნენ შენ ნადირობა არის გადაივლო ჩახვიდე ჩაფლოსტებით მაცივრამდე მიხვიდე გამოაღო და მაცივაში გიდევს ის რისთვისაც ჩემი და შენი წინაპრები დარბოდნენ დილიდან კარდიოსაც აკეთებდნენ და ყველაფერს აკეთებს სხეული მაგისტრის არის რა ანუ იდეაში რომ დაფიქრდე მე და შენ ისეთ კომფორტში ცხოვრობთ უბრალოდ არ ვაფასებთ ამას ანუ ისეთ კომფორტში ვარ და ჩვენ წინაპრებს არც დაესიზმრებოდათ რა ცხოვრები ცხოვრობთ მე და შენ აი ხლა ხო ეგრეა აი საშა ბატონო ესეთი ამბავია რა სტატუს კო გასაგებია აი ეს გენიალური ის რო არის რა მიმი რო არის გაგების დონეზე გავიგე დედიკო ესეთი ვიდეო რო არის რა ქალბატონი რო იძახის ზუსტად ეგ არის უბრალოდ მე ესეთი შტაბეშტილი მჩება რომ აი მოდი ესეთი რეზუმირება რო რატომ მევასებით მე თქვენ ესე ვთქვათ რა გულწრფელი ვიქნები და გეტყვი გავემზადები კომპლიმენტი ხო კომპლიმენტია თავისთავად არსებობენ ადამიანები ძალიან ჭკვიანი ინდუსტრიაში მოდი ესე ვთქვათ არსებობენ ადამიანები ძალიან ჭკვიანი ბევრ საინტერესო რაღაცას ამბობენ მაგრამ აი გამოცდილების ამბავზე რო საუბრობდით რა ხანდახან ხვდები რომ ადამიანი უბრალოდ რეტრანსლირებს ძალიან საინტერესო იდეებს, რომელიც აიკითხა, რომელიც სადღაც მოისმინა პოდკასტში სიტყვაზე მეგობარმა მოუყო, მაგრამ ეს მისი ნაცხოვრები არ არის რა, ეს მისი ჩამოყალიბებული კონცეფცია არ არის. და იდეაში ეს რაღაცა ნათხოვარი აზრი არის რა. რაც სულ მუსირებს ჩვენ თავში დღეს ისეთი დრო არის, ბევრი რაღაც ინფორმაცია შემოდის. ხო ეგრეა, რომ უნარი არჩევის, ხო? ძირითადად არის ხოლმე სადღიგრძელოები. ანუ სტატუს-კვო გასაგებია, მეტნაკლებად ვიღაცა შეიძლება ესე ჩაშლილად ესმოდეს, ვიღაცას უფრო ნაკლებად და ზედაპირულად, მაგრამ სტატუს-კვო გვაქვს ესეთი ქვეყანას. ბევრი პრობლემებით. ძირითადად არის ხოლმე სადღიგრძელოები რა, სამოტივაციო სპიჩები, როგორ უნდა მოგვარდეს ეს რაღაცეები რა, რაღაც ადექი დილით, ცივი წყალი გადაივლე, სიტყვაზე გაიქეცი და ყველაფერი კარგად შენი ორგანიზმი დაალაგდება. აი რომ გადავწიოთ აი ეს სადღიგრძელოს მაგვარი სპიჩები რა და უფრო ბუკვალურები რო გავხდეთ რაღაცეებში. აი როცა ესეთი პრობლემა არის. სამოქმედო გეგმა, აი თქვენი, ჩემი, აი მაყურებლის ვინც ახლა გვიყურებს, რო უფრო გავამარტივოთ და ხედავ რომ ნება
ქვეყნის მართველი ორგანოების ნება ისეთი არ არის, ან ძალიან ჩამორჩენილია დროის პერსპექტივაში. ეს შეიძლება მოხდეს 30 წელიწადში, ასე სხვა რაღაცით არიან დაკავებულები, გიო, არცალია გამოსვლა. კი ბატონო, სულ სხვა რაღაცებს აკეთებენ და სხვა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ. აი პოლიტიკაში არ გადავიდეთ, იმდენად გასაგები და ზედაპირზეა ყველა. კი ბატონო. აი რიგითმა ესეთმა ადამიანებმა ყოველდღიურობაში რა უნდა ვაკეთოთ ისე, რომ ზვრა მივცეთ ამ პროცესებს. მადლობა გიო. ნახე აღარ მასოს ვისი ფრაზა, მაგრამ დავესესხები სხვის ფრაზას და გავშლი უკვე როგორ ხედავ მე ამას. არსებობს ეგეთი ფრაზა, თუ გინდა შეცვალო სამყარო დაიწყე შენით. და შენით დაწყება სინამდვილეში არის ის, რომ გადახედო შენ ცხოვრებას, აი მარტივად, აი სამნაბიჯიან გეგმას ვიტყო, შეიძლება ცოტა გავაფართავო, მაგრამ მარტივად ვიტყო. პირველი ობიექტურად დაჯდე და შეხედო შენ ცხოვრებას, აი გვერდიდან. რავი, აი მაგალითად, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი მენტალური ჯანმრთელობა, ჩემი ყვება, ჩემი ვარჯიში, ძილი, კარიერა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ბავშვებთან ურთიერთობა, ღმერთთან ურთიერთობა, რაც გინდა ჩამოწერე და გვერდზე მიუწერე ქულა. ოღონდ, გაითვალისწინე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგ მომენტში იყო გულწრფელი შენ თავთან, იმიტომ რომ twin თავისას იზავს. აი გულით შეაფასო შენი ცხოვრება. აი პირველ რიგში გააკეთო აუდიტი. აი მარტივად სფეროები შეაფასო შენი ცხოვრება, დაშალო შენი ცხოვრება სფეროებად. თითოეული სფეროს გვერდზე 10 ბალიან შკალაზე დაწერო ნიშანი. მე ძალიან ხშირად ადამიანები ჩემთან მოდიან, პირველ სავარჯიშო რასაც ვაკეთებენ ეგ არის. იმიტომ რომ თუ ადამიანი იცვლება ორ შემთხვევაში, რისაც ზამჯერა რა, როცა რაღაცი ძალიან ინსპირირებულია, აი მოწონს, როგორც შვარცენეგერი ყვება თავის სიკში, რომ აი იმ ტიპის პოსტერი რო დავინახეო ჰოლივუდში რო თამაშობდა ტიპი, ვიღაც ავსტრალიური ტიპის, ხო ვიღაც მსახიობი იყო, აი ის ტიპი რო დავინახეო, აი всё, მე ვთქვი რომ ეგ მინდა. აი გარი ძალიან რომ მოინდომებ. აი ვიღაცა დაგაინსპირირებს რა, ანუ ერთი ვერსია ეგ არის, როცა ჩვენ ვიცვლებით. ან ისე უნდა მოგიჭიროს ფეხსაცმელმა, ისე უნდა მოგიჭიროს, ანუ ფსკერზე, ისე ფსკერზე უნდა დაეშვა, ან მაგრა გეტკინოს, რომ იმ დისკომფორტმა გამოგიყვანოს შენი კომფორტის ზონიდან. სხვა შემთხვევაში ადამიანები არ იცვლებიან. ანუ არაფერი სხვა არ არსებობს. აქედან გამომდინარე და როცა ჩვენ დაშინების ქვეშ ვართ პერმანენტულად, მაშინ ჩვენ პირიქით ჩვენი გვიკეტებით კიდევ უფრო მყარან ჩვენ კომფორტის ზონაში. ამიტომ პირველი შეაფასე შენი ცხოვრება. მოდი ეს აი კონკრეტული თუ მე შემიძლია ადამიანებს ესე mass coaching-ი გავუკეთო, ალბათ მაგას ვიტყოდი პირველს. მეორე ამ სფეროებიდან, რომელშიც არ მოგწონს როგორც არის, გააკეთე პრიორიტეტი, აირჩიე ერთი დაიწყე. ნუ ეძალიანები, ან ცვლილება არის ძალიან კომპლექსური პროცესი. ამიტომ აი ძალიან ძლიერ შტანგას მოკიდო ხელი, ესე დაგემართება და ვერ აწევ. ამიტომ არ გინდა. აირჩიე ერთი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებას მოახდენს შენ ცხოვრების ხარისხზე. ერთი. და დაიწყე ძალიან პატარა ნაბიჯებით კეთება. ისე რომ შენმა ტვინმა არ გაგიჭედოს. ანუ არ ვიცი, მაგალითად თუ ვარჯიშია ერთი, უბრალოდ არის სპორტული ფორმა ჩაიცვი და გაიხადე. მოსულა. აი დღეს სპორტული ფორმა ჩავიცვი. თუ ხვალ, რა ვიცი, ერთი ბუქნი გავაკეთე. ერთი გამისწორდა, ამოდი ორს გავაკეთე. ანუ ნელ-ნელა მან თავარი არ არის მოდი ესე ვთქვათ, რაოდენობა. მან თავარი არის პერმანენტულობა. რომ შენ ერთი და იგივე აკეთო დისციპლინაში გადაიღო. ხო, რომ გადაგეზარდოს. და მე დროთა განმავლობაში სადღაც დაამუღამებ რა, სადღაც გაგისწორდება. და მე უკვე სხვა ენერგიით იზამ, მაგრამ თავიდან არ უსწორდება არავის. ანუ ეს სრულებები არ არის კომფორტული პროცესი. მაგრამ წუწუნი უფრო კომფორტულია, მაგრამ წუწუნი იწვევს იმას, რომ ჩვენ ვიწამლებით ჩვენივე ამ ენერგიით, რომელსაც გამოვყობთ წუწუნის დროს. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ აწუწუნო და ადანაშაულო ყველა დედამიწაზე, აიღე პასუხისმგებლობა შენ ცხოვრებაზე, გააკეთე სია, აიღე ერთი სფერო და დაიწყე პატარა ნაბიჯებით. ოღონდ ყოველდღე
მნიშვნელოვანი არის ყოველ დღე ხას უსვა სულ 5 წუთი იყო 3 წუთი 9 წუთით დაიწყე მაგრამ აკეთე ყოველ დღე მე 9 წუთი ოკეი არაფერი არ მოხდა მოდი 1 წუთამდე გავსდი შენ ცი ეგეთი ისტორია არსებობდა საფრანგეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა წაკითხული მქონდა ეგეთი ისტორია რომ ვერ იგებდა ვერაფრით ველორბოლებს რა საფრანგეთის გუნდიდან მე მოიყვანეს წვრთნელი რომელმაც ნუ ბოლოს რო გახდნენ ჩემპიონები გითხესო რომელმა იმუშავა სტრატეგიამ არც ერთმა იმუშავა იმან რომ ყველაფერი ბცადეო ანუ ლოგიკა იმაში არის რომ ნუ ეძებ იდეალურ რეცეპტს რა უბრალოდ აკეთე ცოტა ნელა მოუმატერო ტვინმა არ გაგიჭედოს ტვინი ნაცვლად იმისა რომ არ გააკეთე ისევ ნაკლები ერთი ნაბიჯით უკან წადი ისე ტვინს მოელაპარაკო რომ ოკეი დღეს ესეა ოკეი დამსხორი გინდა დღეს ჭამოთ ბაზარი არ არის მაგრამ ხვალ არა ანუ მოელაპარაკო შენ თავს თუნდაც დათმობაზე წახვიდე მაგრამ ხვალაღად გინო დისციპლინა და ისევ გააგრძელო ისევ ჯიუტად გააგრძელო ამის კეთება და რაღაცა მომენტში თვითონ დგება შედეგი ისე რომ ვერც ხვდები ანუ ყველაფერი დადის მარტივ რაღაცამდე რომ ძალიან ადვილი არის არ ვიტყოდი რომ ეგეც ადვილია მაგრამ ნაკლებ ხარჯიანია ალბათ ეგ რა ანუ ნაკლებ ხარჯიანია რომ შენს ყოფაში დამნაშავედ ხედავდა ყველას ანუ და რო ადანაშაულებ ყველას მე ეგ ამითი იკვებება და მოკლედ მე ისეთი ვარ რა მე ვერ მიგებენ თორე რო გაიგოთ ხო ყველაფერი კარგად იქნებოდა და არაფერი არ იცვლება რა ანუ ფსკერი მე მიყვარს ეს გამოთქმა თუნდაც 12 ნაბიჯში რომ ეს ფსკერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ეგო განიცდის ბანკროტობას ანუ გაბანკროტდება ეგო რა და რო ბანკროტდება მან ხდება ნაპრალი და ამ ნაპრალში შემოდის შუქი ეს ზუსტად ეგ მომენტი იყო რომელიც ისე მომხვდა ეს ზუსტად ბატონ ანდროსთან მაგას განიხილავდით რა ტერმინოლოგიაც იგივე იყო ხო აი ძალიან ჭეშმარიტება ხო უბრალოდ ეს გზა ფსკერამდე შეიძლება აღმოჩნდეს თელი ცხოვრების გზა ისთვის რამდენი და როგორი სიტყვა არავინ არის ყველას ინდივიდუალური აქვს ეს გზა არანაირი სტანდარტი არ არსებობს და ადამიანმა ძალიან დიდი ხანი შეიძლება გაწელოს ეს პროცესი და ამ ტკივილში იცხოვროს ძალიან დიდი ხანი ასაც არავის არ უსურვებ თავის მე მოქმედების ადამიანი ვარ და ყოველთვის ადამიანებს უბიძგებ მოქმედებისკენ. სულ რო სხვაგან წახვიდე, ერთმა შამანმა მითხრა რა, რომ შენ თავი რო იპოვო, შენ თავი უნდა დაკარგო. ხო და აი ეგ არის მომენტი, რომ რა გზაზეც არ უნდა იარო, თავი იარო, რა ხმეთი, შენ გზას მიგაგნებინებს, სანამ მოძრაობ. ანუ ერთადერთი ვერ მიგაგნებინებს თუ ლოგინში იწვევი და მარტო ილოცებ. ანუ არც ვარ გააკეთებ ვერ მიგაგნებინებს ამ გზას, იმიტომ რომ სხვაგან რო გადავხო მე რაღაცა მოვლენები აუცილებლად იმ გზიდან გაგიყვანენ შენ გზაზე, რომელიც შენი გზა არის. არა უშავს რა, მთავარია იმოძრაო. ველოსიპედის პრინციპს ადარებს ვიღაცა ცხოვრებას, მე მაგრამ მომწონს ეგ გამოთქმა რა, რომ სანამ ატრიალებ პედალს არ დავარდები რა, არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში თავარი ატრიალო რა, თუნდაც სხვა გზით წახვიდე, შეგეშალოს მაინც გამოცდილებას მიიღებ. ცხოვრება არის გამოცდილებები. ამისთვის მოვედით აქ, რომ შევიძინოთ გამოცდილება და ყველა გამოცდილება არის რა, საბოლოო ჯამში. ჩვენ სულ რაღაცას ვსწავლობთ. სხვა საკითხია რომ ნაცვლად იმისა რომ ვისწავლო, მე სავსე ვარ მოლოდინებით და მინდა რომ ყველაფერი ჩემებურად მიდიოდეს და პერმანენტულად იმედგაცრუებას განვიცდი, იმიტომ რომ არა ვარ ღმერთი და ჩემებურად ყველაფერი არ მიდის. ვერაფერს ვერ ვსწავლობ და ვერ ტკბები რა ვერაფრით, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მოცული ვარ მოლოდინით და არ მათდება ეგ მოლოდინი რა. როგორი უსამართლო ყოფილა ეს ცხოვრება, შეიძლება მაგაში ვიცხოვრო დიდი ტკივილით და მე მგონია რომ საერთოდ ყველა ადიქტის თემაც ეგ არის, რომ ტკივათ იმ ხალხს როგორც გაბორ მათეიძახის ყოველთვის ამბობს გაბორი, რომ არასოდეს არ ვსვავ კითხვას რატო ადიქციაო, მე ვსვავ კითხვას რატო ტკივილი.
იმიტომ რომ ადიქცია სინამდვილეში არის თვით განკურნება, მეტი არაფერი არ არის და ჩემი აზრით სრულად არასწორად უდგებიან ადიქტოლოგები ადიქციას, იმიტომ რომ ადიქცია არის თვით განკურნება. გავიგე ძალიან ძვირფასიანი, ძალიან დიდ ფასს იხდის ადამიანი ამ ადიქციაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ არის ვერ იპოვა სხვა გზა. რომ თავის ტკივილს დაუპირისპირდეს და იმ მომენტში ეს არის ტკივილი და იმ ეს ტკივილი რამდენად რომ გაიხუჩოს, მაგის პასუხი არის ადიქციები, მეთქი არაფერი არა. თუ ადიქცია უნდა არ გეგონოთ რომ მარტო ქიმიურ ადიქციებს გულისხმობ. ნებისმიერი შოპოჰოლიზმი, ვორკოჰოლიზმი, სექსოჰოლიზმი, რაც ნებისმიერი ჰოლიზმი არის ადიქცია. ადამიანი ადიქციათ აქცევს ყველაფერს. აი, თავარი ადიქცია. ჩვენ 4 საათი screen time average წარმოგიდგენია screen time ვინი უცნებებდა ვინმე რომ რამე screen-თან დაждდებოდა ადამიანი 4 საათი? კიდე კაი მაჩვენებელი. ზოგს მეტია. ხო, იმიტომ ვიზახი, ზოგს მეტია. ხო, ანუ გულისხმობ რომ რავი, მე ჩვეულებრივ დეტოქსებს ვატარებ რა, მე ხვდები რომ აი დეტოქსი თუ არა მაქვს ისე გამერების რამდენჯერ მიპოვია ჩემი თავი სკროლაში. ანუ რო გავაცნობიერე რას ვაკეთებ უკვე ვსკროლავ. ხო და ამიტომ მაქვს რაღაცა წესები რა, რაღაცა ლიმიტაციებს უწესებ ჩემ თავს რომ ამისგან დავისვენო რა. არა სერიოზული პოდკასტი. წეგან სიტყვა შამანი ახსენე და ჩემს მეგობარ კომპანიაზე ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ეს არის კომპანია შამანი, ხო არის შემთხვევით რა. გამიგია. აი ეს ბოთლუკები, ეს შიგრები. ეს არის სუპერფუდი, საკვები დანამატი, სოკოს ბაზაზე აწყობილი, არის წვეთები, არის რაღაცა აბები და არის ფხვნილი. და რატო ავიღე ეს ტიპი? აი მენტალურ ჯანმრთელობას რო ვამბობდით რა. ამანიტა არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიპი ბოლო წლის მანძილზე, რაც დავმეგობდი და ეს არ არის რეკლამისთვის რა, ეს არის პრაქტიკაზე მამა, დედა ყველა რო ხმარობს რა, უკვე ისეთი ამბავი, რადგან ხშირი შეხება გაქვს ვიცი ამ თემასთან და ადიქციებთან და რაღაცეებთან. აი ზუსტად ეგეთი ამბავია, ეს არ გეგონოთ რომ ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხია დალიე და ყველაფერი პრობლემა მოგვარდა და ასე შემდეგ. როგორც შენ ამბობდი, როცა გაქვს მზაობა და გინდა რომ დამხმარე ფაქტორიც არსებობდეს აბსოლუტურად ჯანსაღი, აბსოლუტურად ბუნებრივი, 1000 წლეული და მილიონი წელი მეგობრობის რო გვაკავშირებს, ეს არის აი ეგეთი წვეთები, კონკრეტულად ამანიტა, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს რაღაცეები დაალაგო, რაღაცეები ცოტა სხვანაირად გაიაზრო, ადიქციებში დაგეხმაროს, გადაგდების სურვილი თუ გაქვს და კიდევ ბევრი სხვა ფუნქციები აქვს, რავი, დაწყებული კუჭის მოქმედებიდან, რაღაცა იმუნიტეტის გამყარება, უძილობა, ასე შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ ეს კურსი ჩაიტაროთ, აღწერაში ლინკი იქნება, მეგობრებო, მიწერეთ და ელაპარაკეთ პროფესიონალი. ყველაფერს აგიხსნით რა, როგორ შეიძლება გითხრათ, საერთოდ არ გჭირდება, მზაობაც არ გაქვს, წადე ანალგინი დალია ჯობია სიტყვაზე ან რაღაცა. ანუ გაყიდვაზე ორიენტირებული კომპანია არ არის რა, ეს არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია, რომ ცნობიერება ამაღლდეს და მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა ცოტა სხვა საფეხურზე ავიყვანოთ. ასე რომ აღწერაში ლინკი არის და თუ არ დაგეზარებათ, თუ სიტყვაზე ეს თემა გაინტერესებთ, დაახლოებით 10-15 პოდკასტის წინ იყო პოდკასტი ხა ამონათდა, აი ამ თემასთან დაკავშირებით 3 საათიანი ძალიან საინტერესო პოდკასტი, ამის შემქმნელი, ამ თემაში გურუ ნიკოლოზი იყო და ისეთი საინტერესო რაღაცეები გაჟღერდა, რომ აი გული მწყდება ხოლმე, რომ მეტი ნახვა კი არ მინდოდა რომ ქონდა, უბრალოდ მინდა რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანთან მივიდეთ. ასე რომ თუ არ დაგეზარებათ, ამასაც ჩართავთ, ისე თქვენთვის იქნება კარგი. მე იქ ვიკაიფე 3 საათი ვიჭექი. დაუბრუნდეთ ჩვენ ამბავს. ego ვახსენეთ რა და სანამ ეგოზე მინდა რაღაცეები კიდევ ვიძახი ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოდკასტი იყო და იმდენად კარგი რაღაცეები ითქვა. ეგოს მე ყველაფერს ვაბრალებ ამ ცხოვრებაში ზოგადად და მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. ამიტომაც სანამ ამაზე ჩაგიკითხები, სტორი ვნახე. აი ხა რომ მოდიოდი, დილა დაიწყო საოცრად. 10 საათზე ავდექი. 2 დღე ვნერვიულობდი, ვემზადებოდი, იშვიათი შემთხვევაა შენი სტუმრობა, რომ ვნერვიულობდი. გულწრფელად ვიტყვი, ალბათ 200-მდე პოდკასტია უკვე ჩაწერილი და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები იყვნენ, ვისთანაც აი
ისე მივდიოდი, ნერვიულობდი ერთადერთი მიზეზით, რომ ვერ გაუწიო რაღაცა ისეთი შესატყვისი პარტნიორობა და არ მოიწყინოს ან ასე შემდეგ. უწველად მე ძალიან მოვდუნდი, პირველივე 3 წუთში მოვდუნდი და მიხარია რომ მინიმუმ დისკომფორტში არ ზიხარ რა. მართლა მახარებს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო პოდკასტია, იმედია ოდნავ საინტერესო შენთვისაც არის რა. ხო დილით რომ მოვდიოდი, მაგრამ ნერვიულე, ჯერ სტუდიამდე მოვედი, გასაღები დამჭა. მოტოციკლით ვარ. წავედი მე გზაში ბენზინი დამითვალე და თარო იყურები 12 ხდება თუ რაღაც და 700-ით მოვედი, გაოფრილი უცებსეტი ავაწყე და დავწყარდი რა. ეს უბრალოდ მოვიწუწუნე ხა რატო არ ვიცი. ხო და სტორი ვნახე გზაში თქო რატო დავიწყე, რომ სიცოცხლის ენა ესეთი ფრაზა იყო. აღარ ჩაურმავდი, იმიტომ რომ ბარემ მოვა და დაველაპარაკები თქო. რას ნიშნავს ეს სიცოცხლის ენა, რაზე იყო ლაპარაკი? სიცოცხლის ენა არის ის პროდუქტი, რომელსაც ეხა ვაპირებ, ეხა გამოვიტან ბაზარზე. ზოგადად სიახლე არის ის, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ხალხი მეხმიანება ბოლო წლები, იმიტომ რომ ამ თემებზე საუბრობ, განვითარებაზე, პირად განვითარებაზე, ემოციებზე, გულწრფელობაზე, ეგოზე, ბევრ რამეზე ვლაპარაკობ მოკლედ. თუმცა ხალხი რომ წერდა, რომ როგორ შეიძლება შენთან ვიმუშაო, ან სად მოგმართო, ან თერაპიაზე ჩავ, ზოგს თერაპევტი ვეგონე, ზოგს ეს. მოკლედ ძალიან დიდი ხანი კომფორტის ზონიდან მეც შორის არ გამოვდიოდი და მუშაობდი კომპანიებთან მხოლოდ. ხო. იმიტომ რომ ეხა ბიზნესი და კომპანიები არის ჩემი კომფორტის ზონა. ამაში ვარ 30 წელი. ხო. ხო და ეხა გადავწყვიტე რომ ამდენს რომ ვლაპარაკობ ამ კომფორტის ზონაზე და ზრდაზე და რაღაცეებზე და მე თვითონ კონკრეტულად ამ საკითხში არ ვდგავ ნაბიჯს, გადავწყვიტე რომ გადავდგან ნაბიჯი. და შევთავაზო ადამიანებს სხვა პროგრამები, სადაც პირად განვითარების პროგრამები იქნება, სადაც ან ერთ კონკრეტულ საკითხზე იმუშავებ, ან მთლიანად ცხოვრების ტრანსფორმაციაზე იმუშავებ. და ინსტრუმენტი მაგისა არის სიცოცხლის ენა. ორიოდი სიტყვით რომ მოგიყვე, ძალიან მარტივი რაღაც არის, როცა მე ჩემ განვითარების გზას გავდიოდი, აღმოაჩინე ძალიან საინტერესო რამე. რომ მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის სპეციალისტი ვიყავი და რა არ გამიკეთებია კომუნიკაციაში, განცდა რომ ურთიერთობაში ჩემი არესმით ვერ ხედავენ, არ მისმენენ, არ მაფასებენ, ის განცდა პერმანენტულად მქონდა ფონად. ნებისმიერი სახის ურთიერთობაში. ხო, ნებისმიერი სახის ურთიერთობაში. და რაღაცა მომენტში, როდესაც ჩემი განვითარების გზაზე ვიარე და ძალიან მაგარ მასწავლებელთან და არ ვიცი, მენტორთან და ვისთან არ ვიყავი, ეს დაახლოებით 12 წლიანი გზა, სადაც მე ვიარე, ანუ პირადად ჩემი განვითარების გზას გულისხმობ. აღმოაჩინე, რომ ყრუ და მუნჯი ვარ. მაგარი რაღაცა არის. კომუნიკაციის სპეციალისტი რო აღმოაჩენს, რომ არის ყრუ და არის მუნჯი. მოდი გაგიმარტავ, რას ნიშნავს ყრუ. ველოდები განმარტებას, ხო? იმიტომ რომ ყურში მესმის, მე მჯერა რომ მოსმენა ვიცი. ეგ არის პირველი. სინამდვილეში მე აღმოაჩინე, რომ საერთოდ ადამიანებს არ უსმენ. უბრალოდ უსმენ, ცალიყურით, შეგვიძლია ეგრე მეტაფორა ვთქვათ. და ყველა ადამიანზე მაქვს წარმოდგენა და ყველა ამ წარმოდგენის მიღმა უსმენ ადამიანს თითქოს რაღაც მუსიკაში არსებობს ეგეთი ცნება, რომ ეკვალაიზერი რო გაყენებული ადამიანზე, ხო? ანუ ესე მაქვს დაყენებული მოსმენა. ანუ მე თუ მჯერა რომ ადამიანი არის კეთილი, უსმენ სიკეთეს. თუ მჯერა რომ ადამიანი არის ბოროტი, უსმენ სიბოროტეს. თუ მჯერა რომ ადამიანი არის ძუნწი, უსმენ როგორც ძუნწს. მე საერთოდ არ მქონდა ეგეთი წარმოდგენა, რომ ჯესეთი მოდი განზრახვით ვიტყვი. ჩემი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა წინა ცხოვრებაზე ყვები ხა. ჩემ წინა ცხოვრებაში მენეჯერულ, წარმატებულ, სავსე, რა ვიცი, რეებით ჩემი განზრახვა არ იყო გაგება ადამიანების. ჩემი განზრახვა იყო შეპასუხება. კარგად შეპასუხება.
ჩემის გატანა, ჩემი პოზიციები, იმიტომ რომ მე ვარ გაზრდილი სამყაროში, სადაც მე ვუნებოდა რომ თუ რამე გინდა წადი და აიღე. ანუ ესე ვარ გაზრდილი რა, შესაბამისად, ჩემი მოსმენაც იყო ეგეთი რა, ანუ აი შეპასუხებაზე ჩასაფრებული მოსმენა არის რა და როცა დავიწყე თვით განვითარება და როდესაც გავშიფრე რა ფილტრები მაქვს, მათ შორის ჩემ თავზე, სხვა ადამიანებზე, მივხვდი რომ ჩემი მოსმენა არის სრულად დაბინძურებული ჩემი წარმოდგენებით ადამიანებზე, სამყაროზე, ყველაფერზე. და ანუ ყურში არ მესმის ყრუა სინამდვილეში. ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა რა, რომ ახლა ადამიანს ვეუბნები რომ მოსმენა არის სიტყვა და შეიძლება როგორ უსმენ, დააკვირდით როგორ უსმენთ ადამიანს, ვეუბნები ხშირად ადამიანებს. იმათთვის რაღაცა რა ყური გამოწმენდილი მაქვს, შეიძლება ასე ეგონოთ და მაგას არ გულისხმობ. მეორე ნაწილი არის რომ მოსმენა არ ვიცოდი, ანუ ვიყავი ყრუ, ახლა მუნჯამდე მივა. რას ნიშნავს იყო მუნჯი? მუნჯი ნიშნავს რომ არა გაქვს უნარი რო იყო გულწრფელი და ღიათი ვაპარაკო იმაზე რა გჭირდება, რას გზნობ. კავშირი იყო მოწყვლადი, ჩვენთან ეს სიტყვა მოწყვლადი არის ცოტა ისე სხვანაირი ინგლისურად ეს vulnerable არის ბევრად უფრო ძლიერი სიტყვა, ვიდრე ქართულად არის მოწყვლადი, ჩვენთან მოწყვლადი სისუსტისკენ მიდიხარ. ეს ნამდვილი სიძლიერე არის იმაში რომ იყო მოწყვლადი, აი მაგის აღმოჩენა იყო ჩემთვის გადატრიალება საერთოდ ყველაფრის, რომ თურმე ძალა არ ყოფილა იმაში, როგორი აბჯარი გაქვს შემოსხმული. ძალა ყოფილა იმაში, რომ შენ მიუხედავად იმისა, რომ მაგრა გეშინია, ეხა ადამიანის წინაშე შიშველი იყო და გულწრფელად უთხრა, რას ფიქრობ და რას გზნობ, აი ამ შიში გადალახო და გაიხსნა რა. და მარტო მაშინ ეძლევა შანსი სხვა ადამიანს რომ დაგინახოს. აბა აბჯარში აბა ორი აბჯარი რო ლაპარაკება ერთმანეთს, აბჯრებს ხვედავ და აბჯრები რო კი არ ლაპარაკობენ ერთმანეთში, ეხახუნებიან ერთმანეთს თქო რა. ხო და ვერ ხვდებით რომ აბჯრებში ვარ და ვერ ხვდებით რომ ჩვენი კომუნიკაცია არის ძალიან ზედაპირული და ტექნიკური და სიცოცხლისგან დაცლილი რა, ანუ ჩვენ ძალიან ტრანზაქციულად ველაპარაკებით ერთმანეთს. და მივხვდი რომ თელი ცხოვრების მშვენიერება სიღრმე რაც მე მიყვარს და ეგ არის ჩემი ეს სიღრმე იკარგება ამ აბჯარში ყოფნის, მაგრამ რა ქნას ადამიანმა სხვანაირად არის ის არის ის რომ აბჯარშია და ის არის ის რომ აბჯრის ენაზე ლაპარაკობს რა, ანუ ჩვენ აბჯრის ენაზე ვლაპარაკებით ერთმანეთს არ ვეხსნებით და მე მაგარი გაოცებულები ვართ რომ ჩვენი არ ესმის სხვას, როგორ უნდა გაიგოს ჩვენ არ ვიხსნებით. მოკლედ მე ძალიან დიდი ფასი გადავიხადი ამაში, ძალიან ბევრ დაზიანებულ ურთიერთობის კუთხით ვიძახი, სანამ მივხვდი რომ თურმე ბიჭო სადაბანაო, თურმე მე ვარ ყრუ და მუნჯი და ვის რას ვთხოვ, ან ვისგან რას ველოდები საერთოდ. მოკლედ ეს თელი ცოდნა ჩემი ყრუობაზე და მუნჯობაზე გადავწყვიტე რომ ადამიანებს დავეხმარო რომ რეალურად გაიგონონ გასაგონი და გამოთქვან გამოსათქმელი. ძალიან მოკლედ რო აგიღწერო სიცოცხლის ენა ეგ არის და სულ სხვანაირად გაიშლება სიცოცხლე შენ ცხოვრებაში თუ შენ ეს ენა ისწავლე. და სულ სხვანაირად ამდენი წიგნი იწერება, ამდენი პოდკასტი არის, აი ეს იყავი აბსყოში, ნაუზე, ობზერვანზე. ბიჭო, კი, მეტაპოზიციას არ ვერჩი. მაგრამ ბიჭო, ცხოვრება რო აქ და ამჟამად არის, როგორ უნდა შეიგრძნო ეს ცხოვრება, როგორ უნდა გამოხატო, რა არის სოცხალი შენში, მაგის უნარი არ აქვს ხალხს. ხო და ეგაა სიცოცხლის ენა. მოკლედ მე მინდა რომ ყრუებმა და მუნჯებმა გაიგონონ და ილაპარაკონ. და ამითი დატრანსფორმირონ თავისი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე და გემო გაუგონ ცხოვრებას, იმიტომ რომ როგორ უნდა გაუგო, მე სხვათა შორის იცი მეტაფორას მივხვდი. კოვიდი რო იყო, საჭმელს ვჭამდი, ვაფშე საერთოდ ვერ ვზნობდი გემოს. ანუ ეგეთი ფენომენი რომ შეიძლება შენი საყვარელი კერძი, მაგალითად ნაყინი, მე მიყვარს ნაყინი. მეც. ხო და ნაყინი ჭამო და ნაყინს გემო არ გაუგო, რამხელა კოშმარია, ხო აი ეს რაღაცნაირი და მეხსიერებიდან რო ცდილობ რომ ეს აღიდგინო რეცეპტორმა რა გემო აქვს ნაყინს წარმოიდგინე და აი ესე გვაქვს ცხოვრება. ანუ
გემო გვახსოვს, მეტწილად ბავშვობაში გვახსოვს ხალისის გემო, სილაღის გემო, სიხარულის გემო, გაოცების გემო. ეს გემოები ბავშვობის მერე უმეტესობა ჩვენთანმა დაკარგა. და როგორ ცხოვრობთ, იცი? აი ეს ჭამთ და არა აქვს ცხოვრებას გემო. ცხოვრობ და მე დოპინგებზე გადავდივართ, მე მოტოციკლეტებზე ვჯდებით იმისათვის, რომ ადრენალინის გემო გავიგოთ. ზოგი მოტოზე ჯდება, ზოგი პარაპლანზე ჯდება, ზოგი უჯასების ფილმებს უყურებს, ზოგი ურთიერთობიდან ურთიერთობაში დარბის. ანუ ყველა ეძებს თავის გზას, რომ ეს მძაფრი ემოცია განიცადოს, იმიტომ რომ არა მძაფრ ემოციას ვერ ვგრძნობთ, გემო არა გვაქვს პირში. ხო და მაქედან არის სხვადასხვა ყველა ადიქცია მათ შორის. ხო და ეგ არის და რა ვიცი, მას შემდეგ რაც სიცოცხლის ენა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, სხვადასხვა ერთ-ერთი რეცეპტი არის პოდკასტსაც შენ უყურებ, არის ზუსტად სიცოცხლის ენა, რომელიც მე მეხმარება, რომ სმენელს მიუტანო აი ეს სიცოცხლე, რომელიც სტუმარში ხდება. ანუ სიცოცხლის ენა მეხმარება, რომ კითხვები დავსვა, როგორც ვსვავ. სიცოცხლის ენა მეხმარება, რომ მოусმინო ადამიანს ისე როგორც უსმენ. სიცოცხლის ენა მეხმარება, მათ შორის ჩემი თავი გამოვხატო პოდკასტის დროს, ისე როგორც გამოვხატა. ხო. შესაბამისად, ეს არის რითაც სარგებლობ, როცა ვაკეთებ პოდკასტს. ხო და ჩათვალე, რომ გადავწყვიტე, რომ ეს განძი გავიტანო და მივცე ხალხს. გაზიარებადი გახდეს ახლა ეს ყველაფერი. დილით პანიკაში რო ვიყავი. მინდოდა დამერეკა, რომ ჩემი მეუღლეა. გასაღები ტაქსით გამოვაგზავნე მეთქი. ეძინა. სხვათა შორის თქვენთან იყო 12 ნაბიჯი მოკითხვა დამაბარა. დიდი პატივისცემი და დიდი სიყვარულით. მადლობა. დავამშვიდობ, რომ ცოცხალი ვარ და არ დავილეწე და ჩაგეკითხებით. ეხლა მივხვდი ესეთ ისტერიკაში რატო რეკავს მეთქი. შენი მესიჯის პანჩი. ხო, ორი ზარი შევიდა, მე მივხვდი რომ ჯობდა მე მივსულიყავი უცებ ამეყო გასაღები და წამოსულიყავი და მედია გულმა არ დაარტყა, ხო, აღარ პასუხობს ორი ძამის წირეკავდა და ეხლა აღარ პასუხობს. ხო, მშვიდობა დილით გასაღების გამო გირეკავდი, მე მოვედი ავიღე, კაი პოდკასტი მაქვს და მე დაგირეკავნა ამ რამე. კი. გერგი. ხო და ანუ ეს გახდა, ეს ერთგვარი კათარზისი გააზრება იმის, რომ ყრუ ვარ და მუნჯი ვარ, საინტერესო ფორმულირება იყო ძალიან. გადააქციეთ რამ კურსად, რომელიც სწავლადია. კურსები იქნება სხვადასხვა, კი, იქნება მოკლევადიანი კურსები, რომელიც არის აი კონკრეტული თემის ირგვლივ. ანუ ცნობიერი, მოდი ესე რომ სიცოცხლის ენა და გეხმარება ბოლოს შექმნა შენი ცნობიერი ცხოვრება. ყველაზე გრძელი კურსი ეგ არის. მაგრამ შეიძლება ცხოვრება არ გინდა ჯერ, მაგრამ ნუ გინდა კარიერა გადატვირთო, ან პარტნიორთან ურთიერთობა გადატვირთო, ან კონკრეტულ თემაზე იმუშავა. ანუ ამ კონკრეტულ თემაზე იქნება მოკლე კურსი, თქვა 3 თვიანი. და პირველი კურსი ახლა ეხლა წავიდა დღეს სარეკლამო კამპანია, იქნება წარმატებით შექმნილი პრობლემები ოჯახში. ანუ წარმატება ვისაც ეხება და როგორ დაეძაბა ურთიერთობები ოჯახში. წარმატებიდან გამომდინარე, აი ეგ კურსი იქნება პირველი. ესეთი კურსის დროს აი ეს კათარზისი ხარ რას თქვენ გქონდათ? მაგის გარეშე რამდენად აზრი აქვს საერთოდ. აი მე სიტყვაზე ვიძახი რა, მე მოვედი იდეის დონეზე მჭირდება, ვიაზრებ, მაგრამ აი მაგ დასკვნებამდე არ მივედი შინაგანად. ცნობების დონეზე არ როგორ რაღაცა არის, იცი, კაი კითხვა ეგ. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი 12 ნაბიჯის პირველი პრინციპი არის მზაობა. მზაობა შეიძლება ადამიანი ჩემთან მოვიდეს ჯერ მარტო მზაობის დასამუშავებლად. და ტრანსფორმაცია გააკეთოს 1 წელიწადში. და არც მაგ ფუნქციაზე არ ვეტყვი უარს. ანუ თუ მას მარტო მზაობის დამუშავება ჭირდება, ოკეი არის, მოვიდეს და ამუშავოს მზაობა და მე გააკეთოს. და შეიძლება მეორეჯერ გაიაროს მე ეს კურსი და უკვე
თავის მზაობით და ყველაფერი ზოგი ძალიან ბევრი ადამიანი პირველ კურსზე მიდის დამკვირვებლად მე ეგრევე ეძახი მონაწილედ კი არ მიდის დამკვირვებლად დამკვირვებლის პოზიციიდან უყურებს კურსს აკვირდება რაღაცეები და თავისთავად დაკვირვებას არ მოაქვს ის შედეგი რაც მოაქვს მოქმედებას ზოგი ადამიანი ეგეთია რა ჯერ უნდა დააკვირდეს და მე მოქმედებს ამიტომ ზოგისთვის ესეთი იქნება ზოგისთვის ისეთი იქნება ამიტომ მე მგონია რომ ყველა ადამიანი ჩვენ ყველანი ვართ ჩვენ გზაზე ყველას თავის გზა აქვს რა აქედან გამომდინარე მე მიმღებლობა მაქვს რომ მივიღო ადამიანი იქ სადაც არის თავის გზაზე თუ შემიძლია ამ გზაზე დავეხმარე ხო კაი და თუ არ შემიძლია დავეხმარო სამყარო დიდია რა სხვა დაეხმარება რა პრობლემა ანუ საერთოდ არა მაქვს მაგაზე ერთი წამით როგორ თქვა ეჭვი მაგ თემაში იმიტომ რომ ყველა ადამიანი საბოლოო ჯამში ეძებს ვისთან რეზონირებს ანუ რეზონანსი არის ენერგეტიკულ დონეზე ჩვენ რეზონირებს სხვადასხვა ადამიანებთან იმიტომ სხვადასხვა ადამიანები ვართ რა ამიტომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირი მენტორი ჭირდება ზოგს კაცრი მენტორი ჭირდება ზოგს რბილი ზოგს დაბალანსებული ხო ხვდები ამიტომ სამყაროს ასუფრა მეტი მენტორი ეყოლება და მეტი არჩევანი ექნება ხალხს ზუსტად იმ მენტორს მოძებნის რომელიც მას ჭირდება 12 ნაბიჯი განასახიერებს მხოლოდ ადიქციებს ხო არ განასახიერებს იდეაში რა ანუ შენ გაქვს რაღაცა ადიქცია გარკვეული სახის და ეს არის სივრცე ადამიანების რაღაცა ერთობლიობა რომელთან ერთადაც შენ ამეებს ალაგებ კიდევ სხვა ფუნქციების მატარებელიც ადიქციები ბევრია როგორც მე ვთქვი 12 ნაბიჯი ორიგინალურად დაიწყო როგორც ალკოჰოლიკების პროგრამა შექმნილი იყო ალკოჰოლიკის მიერ რაც მე ამ პროგრამაში მიყვარს არის მისი სიმარტივე და გენიალობა საერთოდ სიმარტივეში ვხედავ გენიალობას ყველაფერი რაც არ არის მარტივი არ არის გენიალური პირდაპირ ვეძახით ჩვენი არის ბევრი აზრების ნაკრებები ყველაფერი რომ დაიწრიტება მიდის სიმარტივემდე რა მაგაში არის გენიალობა სიმარტივეში ეს პროგრამა არ არის მხოლოდ ალკოჰოლიკებისთვის ძალიან ბევრი სხვა საზოგადოებები არსებობს სხვა ადიქციების სახით მაგრამ საქართველოში არ არის ეგეთი განვითარებული 4-5 ჯგუფი არის საქართველოში სხვა ადიქციების სახით თუმცა 12 ნაბიჯი როგორც პრინციპების ერთობლიობა შევხედეთ და ყველა 12-ვე ნაბიჯი არის 12 სულიერი პრინციპი ეს სულიერი პრინციპი არის უნივერსალური ყველა რელიგიაში არის ანუ არაფერი 12 ნაბიჯის სინამდვილეში ნოუ-ჰაუ არ არის 12 ნაბიჯი არის სულიერი პრინციპების მარტივად მიტანა ადიქციურ ადამიანებამდე ანუ ალკოჰოლის ხა ხვდები გამოშრობილი ტვინი ალკოჰოლისგან სუნტრალი ხა იმას ხა ბევრი ფილოსოფია რომ იგეტანა ალბათ ვერ გადარჩებოდა ამიტომ შევხედოთ დაღეჭილად მარტივად 1 2 3 4 всё მორჩა ანუ ამ ნაბიჯებს აკეთებ ამ ნაბიჯებით ცხოვრობ ანუ ამ პრინციპებით ცხოვრობ და შენ ცხოვრება იცვლება ეგ იყო 12 ნაბიჯის როგორ თქვა ხერხემალი და რავი მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის არის რა ქვია მსახურების პროგრამა არის მსოფლიოში დღეს ანუ ძალიან ბევრი სელებრიტი გამოჯამრთელდა და ჯამრთელდება დღესაც ამ პროგრამით და ნუ საქართველოში აქვს თავისი რამოდენიმე ბენეფიციარი ქვია მაგ დროს აი რამდენი ბენეფიციარი ყავს საზოგადოების წევრი საზოგადოების წევრებია ეგ არის საზოგადოება რა რომელიც იკვრება რაღაც გარკვეული ადიქციის გარშემო და შესაბამისად ეს ხალხი როგორც საზოგადოება როგორც community ესე ვთქვათ ერთმანეთს გვერდში უდგანან აქვთ პერმანენტული შეხვედრები გაზიარების სივრცე აქვთ და საკმაოდ ისეთი მხარდაჭერა არის მთავარი პრინციპი მან რომ მხარდაჭერილი იყოს ყველა ჯგუფის წევრი და მე უმადლი ამ პროგრამას ძალიან თავის დროზე ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ბევრი ადამიანი მათ შორის გავატარე ამ პროგრამით აღმოჩნდა ტრანსფორმაციული ადამიანებისთვის და ეხლა კი ერთ-ერთ პრინციპს ვარღვევ, ანუ საზოგადოებრივი იმის ქვია არ ლაპარაკის თუ როგორ თქვა მაგ პროგრამაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში კი არის პრინციპი.
რაღაც გაუთქმელობის ამბავია. კი, იმიტომ რომ ანონიმურია და საბოლოო ჯამში ანონიმურობა არის ერთ-ერთი პრინციპი პროგრამის, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ ვინც ეძებს იპოვის მომხრად. ასე ვიტყვი. და როგორც ხვდები, ანუ აი ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, ვინც 12 ნაბიჯი იყო, ბევრი ძალიან სხვადასხვა რიგი მიზეზების და გამო და დასკვნა ესეთ გავაკეთე, რომ როგორც ყველა გზა რომში მიდის, ყველა გზა ბოლოს მანდ მიდის რა. ანუ აი რომში როგორც მიდის ყველა გზა მანდ მიდის. ანუ სხვადასხვა პრობლემებთან, სხვადასხვა სახის ბრძოლების ისტორიები რომ მოვისმინე და ბოლო შედეგიანი ისტორია მაინც ყველა მან დამთავრდა. ანუ თუ ვიღაცას უნდა და ეხლა ეს რეკლამაში არ მინდა გავამივიდეს, უბრალოდ რაც არის, რაც მოვისმინე გარშემო, ეგ არის რომ ვიღაცეებმა რა არ ცადეს, იმის თქმა მინდა და ბოლოს მაინც ყველა გზა დამთავრდა მანდ და დამთავრდა მეტნაკლებად კარგი кейსები. მე ვიტყოდი რომ ყველა გზა ბოლოს ღმერთამდე მიდის, საბოლოო ჯამში პატარა იმას დავამატებ და რა გზაც არ უნდა იყოს, თავარი ღმერთამდე მიგიყვანოს და იყოს ეს გზა და იყოს ეს გზა ისეთი როგორიც არის. და ევისთვის რა არის ღმერთი? კი. აი როგორ რაღაცა არის, იცი, ამ პრინციპებს რო შევხედოთ, ეს პრინციპები არის სიყვარულის, ზრუნვის, პატიების, ანუ ყველა ის პრინციპი, რაც რელიგიაში არის პრაქტიკულად უნივერსალური. და ვისაც რა გზა პრინციპი ხო ერთი. პრინციპი ერთი. რადგან რელიგიას შევეხეთ, დიდად არ მიყვარს ამ თემის ესე ჩაშლა. გეგმაში არის, რომ სულიერების წარმომადგენელი მოვიწვიოთ, ძალიან მინდა და რაღაცა რიგი საკითხებზე ვესაუბრო. ესეც შეკითხვა მაქვს. თუ კითხვა არ მოგეწონება, შეგიძლია პირდაპირ გამოვტოვოთ. როგორ ფიქრობ, რამდენად ფუნქციის მატარებელი, რადგან არის მაგისი რა, აი ზუსტად ეგ შედარება გააკეთო, რომ 12 ნაბიჯიც რაღაცა დაფუძნებულია შეიძლება ითქვას და იგივე პრინციპებზეა რა. მე ვთვლი რომ რელიგიას უნდა კონდეს ეგ ფუნქცია. ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ავიღოთ საქართველოს ეგ ფუნქცია, რომ ეს უნდა იყოს არა ფანატიზმით გაჯერებული, არა დოგმებით გაჯერებული, მხოლოდ რუპორი, არამედ ეს უნდა იყოს მოსმენის ადგილი, ეს უნდა იყოს შენთან ერთად გაზიარების ადგილი და ალტერნატივების ჩვენების. მე რატომღაც მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ეს ახლა ერთ ყოფში ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოხარშავ. მე თითქოს ეგრე ვგრძნობ, რომ ეგ ფუნქცია უმეტეს წილად არ აქვს რა, რიგი კომუნიტებისთვის. იმიტომ რომ ეს კომუნიტები არიან ესეთები, ისეთები, ანუ მე რასაც უყურებ რიგი სულიერების წარმომადგენლები არ ღვევენ თავარ პრინციპს, რომ არ განიკითხოს პრინციპი რა და მეორე პრინციპი რა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ებრძოლე ცოდვას და არა ცოდვილს. ანუ ჩემთვის დღეს სამწუხაროდ არის ეგეთ რეალობა უმეტესწილად ეს რაღაც აგრესიული აქტია, რომელიც არ ემსახურება. მე ვცდები თუ რაღაცა ეგეთი სიტუაცია, სადაც ის ფუნქცია, რაც თავარი უნდა იყოს, დამამშვიდებელი, ჩამხუტებელი, მოსმენადი და ჭეშმარიტ გზის ერთად პოუნელი გზა უნდა იყოს, რაღაცა თითქოს ვიღაცეებისთვის დაკეტილი ან დაკარგულია რა. და მერე ეძებენ, ვიღაცამ ხო შეიძლება 12 ნაბიჯი არ მოვიდეს და ჯერ ეკლესიაში მივიდეს და მერე გადმოუხიოს ეკლესიიდან. ან პირიქით მოხდეს სიტყვაზე 12 ნაბიჯიდან მოვიდეს ეკლესიაში. ცირაგიო, ეგეც გზის ნაწილია. მოძებნო რა მუშაობ შენთვის გახსოვს მე ვთქვი პასაჟი მქონდა რომ ამერთმა მე მჯერა მოგცა თავისუფალი ნება მათ შორის ისო მივიღოთ ის ან არ მივიღოთ ამიტომ მე მგონია რომ ეს გზის ნაწილია და ყველას ადამიანს აღმოსაჩენი აქვს თავისი გზა ამ გზის დროს შეიძლება ძალიან ბევრ კართან მიხვიდე და მიხვდე რომ ეს კარი ჩემი არ არის როგორ მიხვდები შენი არის თუ არ არის თუ შეაბიჯე ასე ვიტყოდი ამიტომ მე არა ვარ მოდი ესე ვთქვა რაღაცნაირად რომ უნდა იყოს არა მგონია ჩვენ გვავიწყდება ჩემი აზრით გიო ეტიმოლოგია სიტყვის რომელსაც ქვია ყველაფერი აი ცოტა ხანი რომ შეხედო რომ სამყაროში არის ყველაფერი ასეთიც ისეთიც ძალადობრივიც მოსიყვარულეც ესეთიც ყველაფერია ანუ ჩვენ სრულყოფილებაზე რო ვფიქრობთ მაინდა-მაინც გვეჩვენება რომ უნდა იყოს მასიური სიყვარული და პეპლები და არ არის მასე ანუ ზოგ ადამიანს ეს სჭირდება ზოგს ის სჭირდება ამიტომ ცოტა ხანი შეხედე როგორც ყველაფერი ანუ როგორც უკიდურესი ძალადობა ისე უკიდურესი სიყვარულიც ანუ ისიც არის და ისიც არის ანუ ყველაფერია
და შენთვის არის შექმნილი ეს სამყარო, რომ შენ აღმოაჩინო შენი თავი ამ ყველა ფერში. აი როგორ რაღაცა არის, იცი, აი იმიტომ რომ შენც ხარ ამ სამყაროს ქმნილება და შენშიც არის ყველაფერი. ანუ იმისათვის რომ შენ თავში აღმოაჩინო, ფიზიკურ სამყაროშიც არის ყველაფერი. და მე გააკეთო არჩევანი, რომ ეს მინდა, არა ეს არ მინდა. ეს მომწონს, ეს არ მომწონს, ეს მინდა, ამას მივიღებ, ამას განვავითარებ. მაგრამ მოცემული არის ყველაფერი. ამიტომ მაგ კუთხით უყურებ, რომ მე ეს იდეა, ეს ჩემი პარადიგმის იდეა არის, რასაც გიზიარებ რა. ეს იდეა მეხმარება, რომ გავეშვა იდეას, რომ რაღაცნაირი უნდა იყოს, ის არანაირი არ უნდა იყოს, ის ყველანაირია. ჩემზე არის დამოკიდებული მე რა მხარეს დავდგები, რას დაუჭერ ხას, რას განვავითარებ ჩემში. ჩემზე ან თავისუფალი ნების გამომჟღავნების აქტი, აბა რა არის? ანუ მე მხვდება ყველაფერი და მე იქ ვირჩევ და მიყვები იმას. ხო და ზოგს როკი ჭირდება, ზოგს კლასიკა, ზოგს ჰაუსი, ზოგს პოპი და ზოგს ტექნო. აბსოლუტურად მესმის ეს ამბობ. უბრალოდ ერთი ამბავია ესეთი, რომ მე მგონი მაინც არის აქედან აღქმის, ანუ რაღაცა მოცემულობის აღქმის ინსტრუმენტი სიტყვაზე. აი აქედან რო ატრიალებ, არ ვიცი რა შეიძლება ესეც რაღაცა პარადიგმა, რომელიც ძალიან არასწორ ბავშვობის და გარემოების ნაკარნახებ ჩადებულ ინფორმაციებზე აშენებული, რომელიც ალბათ ბზარებითაა და დასანგრევია და რაღაცა მეტამორფოზაა გასაკეთებელი, მაგრამ ესე აღვიქვავ, რომ მეტნაკლებად რაღაცებს აქვს ფუნქცია. შენ შეიძლება მათ შემატო შენი რაღაც გამოცდილებით დამატებითი ფუნქციები და შეძინო, მაგრამ კლასიკურად სიტყვაზე კოუზი განასახიერებს იმას, რომ მე უნდა ვჭამო. თვალით შემიძლია ამოვთხარო კოუზით, მაგრამ მის ეს ინსტრუმენტი შეიქმნა იმისთვის, რომ მე უნდა ვჭამო. თუმცა კიდევ ერთხელ ვძახი, თვალსაც ამოვთხრი. თუ ესე მარტივმამრავლებად დავშლით, რელიგია ჩემთვის განასახიერებს, ჩემთვის კიდევ ერთხელ ვძახი სუბიექტურად, განასახიერებს ადგილს და ინსტრუმენტს ბჭყალებში, სადაც შენ უნდა პოვო გზა მისასვლელი უფალთან და სიმშვიდე. ნებისმიერი სხვა რაღაცეები ჩემთვის არის უკვე ინტერპრეტაციები, რომელიც შევძინეთ შენ, მე, ვიღაცამ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის დაყრდნობილი რაღაცა დოგმებზე, ბიბლიაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 10 მცნებაზე, რომელიც კონკრეტულად გეუბნება რაღაცეებს. შენ რა ინტერპრეტაციას მიცემ, გასაგები არის. აი ამიტომ წდება თქო გული და ამიტომ რჩება მე პირში გემო, რომ ის ფუნქციები, რასაც რეტრანსლირებს და ვინც უნდა რეტრანსლირებდეს ამას მაგ ფასეულობებს თითქოს კიდევ ერთხელ ვძახი, შეიძლება მცირე პროცენტია და მემებევრება ძალიან არ არის დაცული. ანუ ეს არის უნივერსალური გზა, ესე მგონია, რომ წესით იპოვო სიმშვიდე და ზოგან გზებიც გადაკეტილია და სურვილსაც გიკლავენ, რომ ამ გზასთან მიხვიდე, აი კარი რო შეაღო. მესმის რომ შეღება აუცილებელია. შენი გრამეს იპოვი სიმშვიდეს არ იპოვი, ეგ უკვე შემდეგი ეტაპია. ცადე არ გამომივიდა სხვაგან მოვძები. აი კართან მისასვლელი გზები. ხო და გიო, ხო არ არის შენი გულისხმობა მესმის. და ხო არ იქნებოდა საინტერესო, თუნდაც შენი მაყურებლისთვის და შენთვის პირადად. მოიყვანო, აი მაგალითად 10 სასულიერო პირი დაუსვა კითხვები და მაყურებელმა გადაწყვიტოს, რომელი მათგანი მათთვის იქნება სასარგებლო ამ გზაზე. და შენ უბრალოდ ვერსიას გეუბნები უბრალოდ რა. კი. რომ ნაცვლად იმისა, რომ დარჩე გულისხმობაში. კონტრიბუცია გააკეთო იმაში, რომ ადამიანებს დაეხმარო, რომ აირჩიონ. აი უბრალოდ როგორც ვერსია. და დაიარჩიოს. და ყველანაირი თუ ყველაფერი არსებობს და შენ მნიშვნელოვან კითხვებს დაუსვავ ამ ხალხს და ისინი ამ მნიშვნელოვან კითხვებზე იმსჯელებენ, მაყურებელს ექნება შანსი, რომ აირჩიოს. ვინ არის, ვინ შეიძლება იყოს მისთვის მენტორი, მოძღვარი, რაც გინდა.
და ამაში შეიტანო კონტრიბუცია, შეხო დიდი ძალა გაქვს, შენ უზარმაზარი აუდიტორია გყავს, რომელიც მოყვება და გისმენს. ხო და დაეხმარე თუნდაც ამითი. ხო, იდეა არის. რომ თვითონ აირჩიონ, და შენ რაც გაწუხებს ამ ხალხს გაუზიარე და დასვი კითხვები. ამ смысле მეგულისმობრ არც მე და ჩვენ ვარ შესაბამისი კვალიფიკაციის რომ მაგაზე მიმჟღავნოთ. მაგრამ იმ ადამიანებს თუ ჩემნაირი და შენაირი ადამიანი კითხვებს დაუსვავს, ეს ძალიან გამდიდრებს სამყაროს, იმიტომ რომ შეიძლება ტაძარში ვერ დაუსვა ეგეთი კითხვა და აქ დაუსვა. ხვდები რას ვიზახი? და შესაბამისად ეს შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს შენი მაყურებლისთვის და რავი, თუნდაც გზა გაუხსნას შეიძლება, რომელზედაც დღეს საერთოდ არ ფიქრობს. ხო, არა, ეგმა ესე არის თავში რა. უბრალოდ ეხა შენ რაც თქვი ის მოდელი კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც პერსონალიზაცია ხდება რა. კონკრეტულ თან დღეს, როდესაც სოციალურმა ქსელმა შექმნა ცალკე მიმდინარეობა, როდესაც ეს ხო აქამდე შეუძლებელი იყო რა, შენ მოგესმინა სიტყვაზე ქადაგება ან მამაოს აზრი ეკლესიის კარს მიღმა. ეს იყო შეუძლებელი. დღეს შეგიძლია რაღაცა პეიჯებიდან დაწყებული ის და TikTok-ი ყველგან მოისმინო სხვადასხვა მამაო ერთი რელიგიის წარმომადგენელი, ერთი აღმსარებლობის, როგორ ეტრანსლირებს სხვადასხვა იდეოლოგიას. ამიტომ მე მაინც რაზე მქონდა იცი, ერთი ადამიანი რომ მოვიყვანო, აი 10 რო თქვი რა, იმიტომ დაილეკა ეგ. ერთი ადამიანი რომ მოვიყვანო, ეს ხო მაინც პერსონალური მისი ის იქნება რა და აი განსხვავებული ხო, აი ეგ უკვე განსხვავებულობას აჩვენებ და შეიძლება თუნდაც ერთი და იგივე კითხვები დაუსვა, მაგრამ სხვადასხვა ადამიანებს და იდეა არის მაინც იქამდე რომ ნახე მე ესეთი მგონია რომ ეხლა ზუსტად ეგ პერიოდია შენ თქმის არ იყოს, როდესაც გაიხსნა კარი. და შეიძლება ეს მატრანსფორმირებელი აღმოჩნდეს შესაძლებლობა რომ ადამიანს ესე მოусმინო და კი ანუ იმ სეტაპში კი არ შეხვიდე, სადაც ხოვთები ის ავტორიტეტია, იქ შეხვედი, შეიძლება რაღაცები ვერ გაბედო, ვერ დასვა და აქ ნეიტრალურ გარემოში შეიძლება გაცილებით მეტი კითხვა დაისვას და გაცილებით თუნდაც მისთვისაც იყოს შესაძლებლობა რომ გაცილებით დიდ აუდიტორიაზე გავიდეს, ვიდრე სიტყვაზე ყავს დღეს, ხო და რა ვიცი, რატომაც არის. კი. ჩათვალეთ რომ ეს ჩანიშნულ, ეხა ეს სეზონი მთავრდება უკვე. გავედი ბოლოში ტურნე და რო დავბრუნდები ახალ სეზონში გპირდებით მეგობრებო რომ როგორმე ამ ყველაფრის ორგანიზებას გავაკეთებ. სანამ ბოლოსკენ გავალთ ეგოზე გითხარი რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო რა. იმიტომ რომ რაღაცა ეგოსთან ჭიდილი 24 საათიანი რეჟიმი არის რა. ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების ხო და ეხლაც აღნიშნე ეგ ფრაზა რომ სანამ ფსკერზე არ ჩახვალ ბზარები არ გაჩნდება ხო? მეტამორფოზაც არ დაიწყება რა. ან ძალიან ახთოვანდი რაღაც. ხო, ანუ მეორე გზა შვარცნეგერის რაღაცა სიტყვაზე ისტორია რა. ინსპირაცია, მოდი ასე ვთქვი, ხო. დღევანდელ კონტექსტში, როცა შენ შეგიძლია სკროლვის დროს სიტყვაზე დაინახო საშა კაცმანი, რომელიც რაღაცას ამბობს, შემდეგი რილსი იყოს ანდრო, შემდეგი იყოს სიტყვაზე ვიღაცა, მე სადღაც მეც ამოვხდე, ანუ შენ მოისმინო მილიონი რამ. მოდი წარმოვიგინოთ პირობითობა, რომ აი მანდ ვართ, დავიბზარეთ, ქვემოთ ვართ, მივხვდით, რომ ის რაღაცეები, რაც გვეგონა ჭეშმარიტება, ინგრევა და ეს მგონია, რომ აუცილებელი პროცესიცაა, რაღაც აი მაგ დეპრესიას არ დავარქმევ. რაღაცა ეტაპზე ხარ, როდესაც ეძებ მორალურ კოუჩს, რავი, რაც გინდა ის დავარქვა. და იქ დღეს არის საშუალება, რომ მილიონი ესეთი რაღაც მოისმინო. ადრე თუ იყო პრობლემა, რომ ინფორმაციის მოძიება იყო რაღაცა თავარი პრობლემა ჩაკეტილი, ინტერნეტი არ იყო რაღაც, დღეს პირიქით ძალიან ბევრი ინფორმაციაა. რამე შენი ფორმულა ყოველ შემთხვევაში. ნუ მესმის შენი მხრიდან ცოტა ისეთი იქნება, იმიტომ რომ შენი ტვინი უკვე ალესილი არის უზარმაზარი გამოცდილებით, უზარმაზარი ცოდნით. დავიყვანოთ რა, ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც არც იმდენი გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული როგორც შენ, არც იმდენი წაუკითხავს, უნახავს და ასე შემდეგ. და აი ამ ეტაპებს გადის. როგორ განასხვავოს ბჭყალებში დეგენერატი, რომელიც უბრალოდ დერსკად ფუთავს. კარგი ტემბრია, კარგად ამონტაჟებს, სადღაც აკითხულს აჟღერებს, ნიცშეს ციტირებს ვიღაცას და სიტყვაზე. ეს ჩემი უკვე სუბიექტური დამოკიდებულება. საშას რაღაცა ფრაზა. როგორ განვასხვაოთ, რომელია ჩემი ცხოვრებისთვის რაღაცა რელევანტური ინფორმაცია, რომელიც გამომადგება და არა რელევანტური უბრალოდ გაპრანჭული დეგენერატობა. აი ძალიან საინტერესო რაღაცა, მაგრამ ისევ დავუბრუნდები, რომ
იმ ყველაფერში რომელსაც მე აღწერ იმ დეგენერატობას თავის ადგილი აქვს. და მეცაც გეტყვი იმ დეგენერატობას რომელსაც შენ ეძახი თავის მიმდევრები ყავს. ორი აზრი არის. ხო და ნახე როგორ რაღაც არიგია. არ მგონია რომ შეიძლება ვიღაცა აი ესეთი ფსევდოცოდნას ვეძახი ამას. მე ადამიანი 10 წელი იყოს ამ ფსევდოცოდნის ხელში და მე 11 წელს გამოფხიზეს და მე მგონი ეს არ მუშაობს და მე მგონი ფსევდოცოდნა მოდი მე სხვა რამეს მოვზემნი. მე მგონია გიო რომ აი ეს შემწყნარებლობას ვეძახი რა გამიჩნდა მაგზაზე იმიტომ რომ ბიჭო ღმერთი არ მაჩქარებს არაფერს და მე ვინ ვარ მაგ კუთხით რო შეხედო რა იმან მომცა მე თავისუფლება ვიარო ამ ცხოვრებაში მინდა ავირჩევ გიორგის, მინდა საშას და მინდა შარლატანს. აირჩევ შარლატანს, ცოტა ხანი მოусმენ, შეიძლება ხტოვანებული იყოს, შეიძლება ის იყოს, რაღაცა, მაგრამ რაღაცა მომიჯი შეიძლება მიხვდეს, რომ ჩემი არა შეიძლება იგონოს, ვაიმე შარლატანი რა მაგარი ყოფილა. რავი, გიო, არა მაქვს მაგაზე პოზიცია, მე მგონია ყველა ადამიანი ზოგჯერ მარცხნივ უნდა წავიდეს იმისას, რომ მიხვდეს, რომ მისი გზა მარჯვნივ არის, ამ პირიქით სულეთია. შეიძლება ვიღაცის ძალიან ჯეროდეს და 10 წელიწადში იმედგაცრუება განიცადოს, იმიტომ რომ მიხვდეს რომ თურმე სუტყვილა უსმენდი ამ ადამიანს, იმიტომ რომ არაფერი ჩემთვის არ მუშაობს. აი ყველაფერი არის გამოცდილება, მაგას ვიზახი, რომ თუნდაც სხვა გზაზე რო დადიხარ, ეგეც გამოცდილებაა. და დაიკარგო ისე ფსკერზე აღმოჩნდე, გეგონოს რომ ვაიმე რამდენი რაღაცა გავაკეთე და კიდევ უარეს ფსკერზე დაეცე რა, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის იგიო. მივდივარ იქამდე რომ ჩვენ აქ მოვედით იმისათვის რომ ვისწავლოთ და ვისიამოვნოთ. და სწავლა მუღამი რა, ყველაფრიდან შეგიძლია ისწავლო რა, ყველაფრიდან მართლა ელემენტარულ ხანახან ვზივარ და ვიევი ჩემ თავს უას ვფიქრები რომ ჩიტისგან რა შემიძლია ვისწავლო და დივას ვდგები და ბიჭო რო უყურებ როგორ ჭიკჭიკებს ან როგორ დარბის ან აწყოში როგორ არის ხვდები რომ რაღაცეები ჩემზე მეტი იცის ანუ რაღაცეები არ ნიშნავს გასაგებია რომ ის იერარქიულად უფრო დაბლა და არა აქვს არც აზროვნება და არც ისინი მაგრამ ისეთი სილამაზე აი უბრალოდ რო შეხედო და აი შემიძლია ვისწავლო ჩიტი, პირობითად გეუბნები ჩიტისგან. სხვა ადამიანისგან სხვა რამების, ყველაფერისგან შეგვიძლია ვისწავლოთ და რა ვიცი, აი ალბათ მე მაინც გონია რომ გიო ყველაზე მეტად რას ტანჯავს არის ის რომ აი ეს ღმერთობის პოტენციალი და კოდი რო გვიდევს, აი ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ჩვენ ნებაზე იყოს. აი ეგ არის რაც ტანჯავს, იმიტომ რომ ჩვენი ნება იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია. ცეთო პატარა ბავშვი არ ვიცი რომ შენ იცი, მაგრამ 7 წლამდე ჩვენ ვართ ეგოცენტრულ პოზიციაში. ანუ თელი სამყარო ტრიალებს, ანუ ჩიტი რომ ჭიკჭიკებს გარეთ, ჭიკჭიკებს ჩემს გამო, ხო? ეს პოზიცია 7 წლამდე არის ჯანსაღი. მაგრამ 7 წლის მერე იშლება ცნობიერება და ხვდები რომ აბსტრაქტული აზროვნება შემოდის, ანალიზი შემოდის, ბევრ რამე შემოდის 7 წლის მერე. ხო და გიო რამგანია იცი რომ ყველა ადამიანისთვის თავისი სავლელი გზა აქვს და შეიძლება რაღაცა მონაკვეთზე გზის შენ უფრო დაეხმარო ამ ხალხს ვიდრე მე. ხვდები რას ვიზახი? იმიტომ რომ იმ წერტილში სადაც არიან შენ უკეთესი მენტორი ხარ. მიხვდი? და სხვა წერტილში რო იყვნენ საშა აღმოჩნდეს უკეთესი მენტორი და სხვა წერტილში რო აღმოჩნდეს შეიძლება ბუდა იყოს უკეთესი მენტორი. ნუ ეხა გავიგებ ცოტა დიდი კალიბრის რაღაცა შევადარე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდივარ იქამდე რომ თვით გამორკვევა არის ამოცანა რომ ცადო შენ თავზე ცადო ადამიანი რასაც გირჩევ ახლა მე მაგალითად სამი რჩევა ხო უთხარი ადამიანს გააკეთე სია შენი ცხოვრების შეფასება გააკეთე მე პრიორიტეტი გააკეთე მე დაიწყე სულილება აბა ცადეთ ეგება მუშაობს ანუ ეგება მუშაობს ეგ თქო მაგრამ სანამ არც თიხო ვერ გაიგებ მუშაობს თუ არა იმიტომ რომ კაცმანმა თქვა არაფერი რა, კაცმანი ერთ-ერთი მორიგი რომელიღაცა ავტორიტეტია რა და შენი ავტორიტეტია მთავარი, შენ უნდა დაგიდასტურდეს შენ სამყაროში, რომ შენთვის ეს მუშაობს. და რამდენიც მე არ უნდა ვილაპარაკო ამაზე, სანამ შენი შინაგანი ავტორიტეტი ამაში არ დარწმუნდება, ეგ იქნება აი
შაბათს კაცმანს პოდკასტში მოусმინე. განაცუდია რომ მომისმინეს პოდკასტში, მაგას არ გულისხმობ და ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ეგ არ შეცვლის არაფერს თუ შენი მოსმენინიდან რაღაცა მაინც 1 სანტიმეტრი მაინც შენ ცხოვრებაზე არ გამოცადე. ანუ მაშინ ამუშავდება ეს. თორე მე მომსმინე იმან როგორ მოყვა თავისი ისტორია და იცი, აი ეგ არაფერს არ მოგიტანს. აი ეს ცოდნა, თავისთავად ცოდნას არაფერი არ მოაქვს. ცოდნის გადატანას გამოცდილებაში მოაქვს ცვლილება. ცვლილება ხდება მარტო მოქმედებით. მეტი სხვა რეცეპტი ცვლილების არ არსებობს. ანუ მოქმედებით, ანუ არ აკეთებ იმას, ასაც ადრე აკეთებდი. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა ხშირად ვიმეორებ. არჩევანის არ გაკეთებას არის არჩევანი. ვერ გაიქცევი არჩევანს. ვერ თავისუფალი ნების გამომჟღავნება და არჩევანის გაკეთება არის ის ფორმულა, რითაც რეალიზდება ჩვენ თავისუფლება. ვერაფერს ვერ დავამატებ, ხო? ეგრე. ნამდვილად ეგრეა. გასწორებ. ძალიან მადლიერი ვარ მე ამ პოდკასტის დათმობილი დროის. მართლა ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან მეგობრული და ძალიან მზრუნველი სივრცე დამახვედრე, რისთვისაც შესმადლობა. ნუ ურმესი მადლობა, მაგის მოსმენა დიდი კომპლიმენტია. ფინალი მაქვს ესეთი. დესერტს ვეძახით ხოლმე რა. დესერტი არის სამი რჩევა. ძირითადად რო არ გავიბრანჭოთ. არის ხოლმე რაღაცა პოპ კულტურიდან, წიგნი, მუსიკალური ნამუშევარი, რაღაცა ალბომი, ფილმი, სერიალი, ანიმე, ვის რა უყვარს რა. ერთი სიტყვით, რაზეც მაყურებელი დროს რო დახარჯავს, მინიმუმ მიიღებს ესთეტიურ სიამოვნებას, მაქსიმუმ რაღაცას კიდე დაილექავს თავის ცნობიერებაში. სახელს ამბობ, მე ესე ვაკეთებ, აქ აფიშა ნათდება, თუ ფილმია ნათდება მისი აფიშა, თუ წიგნია დანათდება და ასე შემდეგ. მე დღეს გავჩუმდები სპეციალურად. მე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მინდა შენ დატოვოს სამიცალი, მე აი ესე ვიზო. რაც გაგეხარდება. რავი, ამ ბოლო დროს ალბათ რაც გამოანათა ჩემს სივრცეში, მაგას ვიტყვი. ძალიან დიდი ზემოქმედება იქონია ჩემზე ამ ფილმმა და მესამე ჯერ თუ მეოთხე ჯერ უყურე, ცოტა ხნის წინ Netflix-ზე შემხვდა იმაში და კიდე გავიმეორე რა ვერ მოვითმინე. Denzel Washington-ი Pilot, ანუ Flight. მე ძალიან გირჩევთ რომ ამ ფილმს უყუროთ. აი ყველაფრით, თამაშით, სცენარით, ბოლოთი აბსოლუტურად მოულოდნელი დასრულებით და შეიძლება თემატურად ემთხვევა იმ თემებსაც ჩვენ მე და შენ დღეს ვილაპარაკეთ. კი. ანუ Pilot იყოს პირველი. საოცარი ფილმია, მეგობრებო, აბატონო. მეორე მე ძალიან ხშირად პოდკასტებში ვახსენებ გაბორ მათეს და მე გირჩევდით რომ წაიკითხოთ ეს წიგნი არის აგრეგირებული მისი ყველა ნამუშევარი რაც დაწერა საერთოდ გაბორ მათეს ყველა წიგნს გირჩევთ მაგრამ ერთი წიგნი გამოვიდა რომელსაც აი ყველა წიგნის ნაზავი არის რომელსაც ქვია Myth of Normal, ანუ ნორმალურობის მითი ქვია, ქართულად ნათარგმნი არ არის ქართულად ნათარგმნი. მაგრამ ძალიან ურჩევ მეგობრებს, ვინც ინგლისურ ენას ფლობს, წაიკითხონ ეს წიგნი, იმიტომ რომ არის გაბორ მათეს თელი, აი ეს 20 ყველა ბესტსელერია მისი წიგნი. რავი, spiritual healer-ია, addictive ადამიანების სპიკერია, ტრავმაზე ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერად ითვლება მსოფლიოში. ყველა პოდკასტი მოვლილი აქ რაც კი საუკეთესოები არის და გირჩევთ რომ აი ეს Myth of Normal წიგნი წაიკითხოთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად დანარჩენი გაბორის წიგნები შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად აქვს ამ ბოლო წიგნში და საინტერესო იყო რომ სინთეზი გააკეთა ყველა წიგნის. ინგლისური საკმარისად ვიცი რომ დედანში წავიკითხო, მე მგონი ვიცი, აბატონო. თარგმანი რა და თუ არ არის თარგმანი. ჯერ არ არის ხო? არა, შაშან წინ გამოვიდა ეს წიგნი, ძალიან კაი წიგნია. ოკეი, მესამე ძალიან გირჩევთ აი ჯონ ლენონს აქვს ეგეთი გენიოსი იყო, მაგრამ აი უბრალოდ
რომ მიხვდეთ რამდენად ყველანი რაღაცნაირად ტრამირებულები ვარ და ამავე დროს როგორც კინცუგი არის იაპონური ეგეთი ხელოვნება ხო რომ დამტროულ თეფს რო აღადგენენ ოქროს ზაფებით და ავტენტურად ლამაზ ანუ ის ნაპრალები მაინც რჩება ზაფებით, მაგრამ ძალიან ლამაზი. ელტონ ჯონს კი ჯონ ლენონს აქვს მამა თორცდები ეგრეც ქვია. დედაზე აქვს დაწერილი და მე არასოდეს ცხოვრებაში ამბად სიმღერაში ესეთი ტკივილი და რისხვა არ მაქვს მოსმენილი, როგორც ჯონ ლენონმა ამ სიმღერაში გადასცა და მინდა რომ ამ სიმღერას მოусმინოთ ელემენტარულად რომ გაიგოთ რამ ხელა ტკივილ შეიძლება დაატარებდეს გენიოსი და შეიძლება ეს გენიალობა იყოს ამ ტკივილის სუბლიმაცია და შექმნა იმისი რაც შექმნა და თავაზობთ რომ ამ სიმღერას კარგად გემრიავად კაი ხარისხიან ყურსასმენში ან დიდ ხმაზე მოусმინოთ და უბრალოდ უთანაგზნოთ. ვაუ. აბატონო, მამა. არ მაქვს მოსმენილი, ახლა ვიხსენებდი უცებდა. არ მაქვს მოსმენილი. ეთყო ცნობილი არ არის, ხო ესეთი რა. სინგლად გამოვიდა და აი ძალიან აი შეგაზანზარებს იმდენად იმდენად გამოხატული არის ემოცია, ეთყობა რავი თერაპიული სიმღერა იყო. აი მე ესეთი განცდა მაქვს, რომ ჯონ ლენონმა რაღაცა თავისი ტრაუმა განკურნა აი ამ სიმღერით რა აი ვაუ ამას ქვია აღწერა დღესვე ჩაუჯდები აი ამ პოდკასტს რო დავამონტაჟებ ეს ხვალ უნდა დაიდოს დღესვე გპირდებით რომ მონტაჟის დროს ეს ჩართული მქონდა რამდენად რელევანტური იქნება იმ პროცესთან არ ვიცი მაგრამ ნუ მინიმუმ მოვისმე რა მადლობა ძალიან გასა თელი გული წარმატებები მე ძალიან მიხარია რომ ზოგადად ესეთი ადამიანები სიტყვა პოდკასტს ქმნიან ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა რომ საქართველოში არის ესეთ საერთოდ რომ პოდკასტები დაიწყო ეს ძალიან მაგარია რაც უფრო მეტი იქნება უკეთესი მაგრამ ფუნქციურად რომ დავშალოთ რაღაცა პოდკასტებს კიდე სხვა ვაიბი აქვს სხვა ქვეტექსტი აქვს და სხვა კონტექსტი აქვს რა ჩემთვის აი ეს აღმოჩენა და მე ვერ გავიპრანჭებ რომ დიდი ხნის მაყურებელი ვარ რამდენიმე თვე შეიძლება ნახევარი წელი არც კი რა ეს არის რაღაცა ჩემი ღამის ისეთი ჭალებში რუტინა კარგი გაგებით რომ უნდა ჩავждდე და მოვისმინო რა უღრმესი მადლობა რა ხარისხში საკეთებ და როგორც საკეთებ და იმისთვის რომ ერთ-ერთი როგორ თქვა პირველი ხარ ვინც დაიწყო ამის ჩაწერა და მიხარია რომ და აი ესეთი გემრიელი საუბარი გამოვაცხეთ და შეიძლება ვიღაცისთვის მაინსპირირებელიც იყოს ასეც ჩვენ ვაპარაკობთ იმედია ასევე თქვენ რა გითხრათ მეგობრებო უღრმესი მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს დრო შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის აღდგენი აჭარაბეთია კიდე მოესწრება ორი პოდკასტი ტურნეში მივდივარ გახსენებთ მაგრამ პოდკასტები ჩვეულებრივად დაიდება როგორც უნდა დაიდოს დანარჩენი რავი ტრადიციულად გაკოცეთ ყველას გისერში არა სერიოზული პოდკასტი